და როგორ მოვიდა? ანუ ვერ გიხსნი. აი ვერ გიხსნი. ანუ უკვე რაღაცა მომხდარი იყო. დაჭერს წინ გაქ რამდენიმე წუთი და ამბობ ძალიან მნიშვნელოვანს. მე მგონია რომ ეს ტიპები მაინც დასაჭერი ყავდათ. ხაბე წინასწარი გარტყმები იყო 10-დან 7. და მე მოდი სხვა ვერსიითაც წავიდეთ რა თუ მოტყვეს პაატას მოტყვეს ყველას. წერო ლილუაშვილი ახლა ძალიან გასულია თამაშიდან თავისი უჭირს ლილუაშვილი შეიძლება დღე-დღეს დაიჭირონ. რო არ მიიღებდა ხაბეიშვილი ამ ინფორმაციას, ამათაც ეთყოდა რომ რაღაც პრობლემაა ბიჭო გაჩერდით. ჯერა რომ ღარიბაშვილს დასჯის მაგის გამო. და ეს გამოიწვევდა უსისხლობას, ეს გამოიწვევდა ძალადობის გარეშე პროცესის ჩავლას და გახარია სამი შანსები აღარა აქვს. ეხლა გახარიამ ხმა აღარა მოიღოს, ერთი მანდატი ვერ აიღო თბილისში, საერთოდ გაჩუმდეს. ჩვენ არ გვიკაბათია, გაცემაში ხარ ვიკაბათოთ. სინამდვილეში ახლა ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, ვინ იქნება პირველი. ანონსში ჩავშოთ მე რადიკალებს მომიგებ. აცა დაიჭერენ. და შეკითხები რომ მოვიდა, ძირითადი იყო შენს დაშინება შეძლებენ თუ რა, შენს დაშინება შეძლებენ თუ არა. ჩვენ დღის წესრიგს უნდა გავაკეთოთ სხვანაირად, უბრალოდ გამორიცხულია. ეს კაცი ან მოკლეს, ან სიკვდილამდე მიიყვანს, სიკვდილამდე მიიყვანეს. ანუ თქვენ გინახავთ ხო ციხის უფროსი პატიმრებს ემშვიდობებოდეს, ეგეთი რა ვიცი. ჭობა მიდის მე რა უნდა ბიძინას და ამაზე რითი გავცეთ პასუხი. თუ ჩვენ ადამიანები, ძალიან განსხვავებული ადამიანები შევძლებთ ერთობას. აი მე მგონია რომ მან იქნება ხსნა. მოგესალმებით მის მინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელის კამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად. დღევანდელი ჩვენი ეთერის სტუმარია ნანუკა ჟორჟოლია. მოგესალმებით. გამარჯობა ნანუკა. გამარჯობა. დავიწყოთ საუბარი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, იმდენი რამეა სასაუბრო და იმდენი თანაბრად მნიშვნელოვანი თემებია, რომ ფიქრობდი რითი დამეწყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ 4 ოქტომბრის ნებათა ღელვა მოყვება და ალბათ კიდევ დიდხანს გავყვება, ეს დიდხანს არ ვიცი რამდენი ხანი, მაგრამ რაღაც პერიოდი გავყვება. მინდა დავიწყოთ საუბარი 4 ოქტომბერზე. შენი გადმოსახედიდან რა მოხდა 4 ოქტომბერს? შევიდეთ თეორიებში, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ უსაუბრიათ იმ ადამიანებსაც შეუძლიათ ამ თემაზე საუბარი და არ დაუსახელებიათ კონკრეტული მიზეზები, ღალატის თემები გაჟღერდა და ასე შემდეგ. შენ საითი ხრები უფრო რა მოხდა 4 ოქტომბერს? მოგესალმებით, არ ვიცი, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ის ხალხი, ვინც ფრონტზე იდგა იმ ნაწილში რა მოხდა. მე ვიტყვით ჩემს მოლოდინებს, მე რას ველოდი, იმიტომ რომ რაღაცა პირდაპირ ბმაშია. კონსპირაცია, ეხლა ჩვენ რო შევიდეთ იმაში, რომ ვიღაცას უღალატა, ანუ უნდა ვერსია კი არ არის, უფრო არის რაღაცა ის სადღაც ეს რაღაცა თეორიები უნდა დაუშვათ და ვერ შევყვები ამას, იმიტომ რომ არ ვიცი სადამდე მივა. მაგრამ თან ამას არსებობის უფლება აქვს, იმიტომ რომ კი ამასთან დაკავშირებითაც ასრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მურთა ზოდელოვამ გარკვევი თქვა არ ენდო დონორებს. და ზოგადი რჩევა მოგცა დაჭერ წარმოიდგინე რომ კაცი ჭერენ რუსთაველზე მიდის ურეკოს პოლიციას ეუნება რომ მოდი წამიყვანე და რას მოლაპარაკებით რომ ზოგადი რჩევა მოგცა რაღაცასთან დაკავშირებით და იმიტომ ახსენა დონორები დაჭერის წინ ანუ დაჭერის წინ გაქ რამდენიმე წუთი და ამბობ ძალიან მნიშვნელოვანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადი რჩევა რუსთაველის პროსპექტზე გამზირზე პროტესტი როგორ უნდა გაგრძელებულიყო არ მჯერა რომ ეს იყო ბანალური ზუსტად ის ისაა ზუსტად და ამიტომ ნახეთ როგორ რაღაცა ეს ხალხი ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ მე ხა ვერ ვიტყვი რომ მურთაზოდელავა მანამდე ვნახე და რამეზე ველაპარაკე მაგრამ ორჯერ სატელეფონო საუბარი მასთან მქონდა აი რო დაიჭირეს ეს ადამიანური მოკითხვა და ნუ მე მივაყოლეთ თემა და ერთხელ კიდე რაღაც კითხვა მქონდა მასთან დაკავშირებით და პატას ხედავდი ყოველდღე თითქმის რუსთაველზე და პატას განწყობებს რო ხედავდი ცოტა უფრო ბავშვურს რაღაცნაირს აი ცოტა უფრო მისი შეფასება იყო ბავშვური თვლიდი რომ პატა არის ამ ნაწილი, რაღაც ხო აქვს რაღაც გეგმას, ან რაღაც, არ ვიცი, მშვიდობიანი რევოლუცია და არ ქვი თუ რაც კიდე, მოდი დავარქვათ ამას 4 ოქტომბერი. ან 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ხო იარსებდა რაღაც გეგმა. ყველას იქნება თავისი როლი.
მე პაატას როლს ხედავდი აი ამ მასში თავად, მის პერსონაჟში, მის რეპუტაციაში, მის კონტაქტებში, მის გავლენაში და პაატას შეიძლებოდა ვუშვებდი რომ არ სცოდნოდა ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც უნდა სცოდნოდა სადღაც რაღაც დონემდე, ან არ იყო რაღაცებში ჩართული, მაგრამ იმ აზრისგან შორს ვარ, რომ რაღაც ისეთი მოხდა, რაც შეიძლებოდა მას არ სცოდნო გამორიცხულ ამბავი, იმიტომ რომ წინა ხაზზე ეგრე არ დგები ბრმად, არ მჯერა. არ არის ახალგაზრდებიც კი არ დგებიან ეგრე წინა ხაზზე. შესაბამისად ჩავთვალე რომ პაატას როლი იყო იმ კონტექსტის შექმნა დიალოგის დროს, რა კონტექსტსაც ქმნიდა. რომ რაღაცა ყველაფერს აი ვფიქრობდი, ხა სულ შეკითხვა დამესვა გეგმასთან დაკავშირებით, რა მე მეტყოდნენ, ვინმე მეტყოდა, გეგმა რა არის მაგ დროს, ან ვინმე ხა ნანუკას თეონები, მაშინ ეუბნები ბევრ ადამიანს, ხა მარიამს ხომ აიც ვეტყოდი სახში რომ მე ვიდოდი. მარიამი პირობითად თავის უახლოეს ადამიანს ხომ აიც ეტყოდა, ანუ ეგრე არ ხდება, ამიტომ შესაძლოა. საიდუმლო შენახვა თუ გინდა, უნდა ვთქვა, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანსაც საერთოდ არ არის. უნდა თქვა, რაღაც რამდენიმე ადამიანი, ამიტომ რომ ვთქვა, რომ შეკითხვების არასოდეს შეკითხვა არც კი დამისშვია, ამიტომ არც კი დამისშვია რომ შეკითხვაზე პასუხს მივიღებ. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ რაც იყო ძალიან ხილული განწყობა როგორი მოვიდნენ ეს ადამიანები რუსთაველზე იმიტომ რომ ჩვენ იქვე ვიდექით მშობლებთან ერთად და მე დავინახე პაატა როგორ შემოვიდა სოფო ჯაფარიძე და გვერდზე და იქ იყვნენ რა განწყობით მოვიდნენ მე უკვე ჩვენ ცოტა აქეთ ვიდექით და მოედანზე პრეზიდენტის ქოცების პრეზიდენტის სასახლეს რეზიდენციასთან მისვლა არ მინახავს მაგრამ მე ვნახე როგორები მოვიდნენ და როგორები მოვიდა? ანუ ვერ გიხსნი. სახე ქონდა საში. ანუ აი ვერ გიხსნი. ანუ უკვე რაღაცა მომხდარი იყო. და მე არ ანუ თან იცით როგორ რაღაცაა? თუ ჯერ ერთი როდესაც იქ მიდიხარ და ადამიანებს ეუბნები რომ წამოდით, ჩვენ იქ მივდივართ ახლა, ხო? 10 წუთში უკან არ ბრუნდები და ხალხს არ ტოვებ, თუ რაღაც იქ ისეთი არ მოხდა, რასაც არ ელოდებოდი. გამორიცხული ამბავია, ხო? ანუ თუ შენი გათვლა იყო ის, რომ როგორც ორგანიზატორის რომ მიდიხარ და შემდეგ უკვე სპონტანურობა პირობითად რა რომ თუ შენი გათვლა როგორც ორგანიზატორის არის სპონტანურობა რომ მე ხა ამას ანუ საკმარი თქვა ჩათვალეს რომ საკმარისი იყო მარტო ღობეზე გადაძრომა რომ ტალღა წამოსულიყო თუმცა ეს არ მჯერა რომ ამისი დაშვება არსებობდა მაგრამ კარგი ჩავთვალოთ რომ არსებობდა ეს სპონტანურობის მოლოდინი სპონტანურობა ან უბრალოდ რაზეც იყო მანამდე გამოშვებული რაღაცა სიგნალები რომ ვიღაცები გადმოვიდოდნენ ანუ უკვე გადმოსულები დახვდებოდნენ მად მივდივარ აი ზუსტად მად მივდივარ ანუ შეიძლებოდა ახიზებ თქვა რომ რას ამბობთო ნებისმიერ ღობეს 10 კაცი დაეჯაჯგუროს და თავისუფლად შეიძლება გადააყირავო ნებისმიერი ღობეო და აი ესეთი უტიფარი მე არაფერი მინახავს ანუ დაეჯაჯგ გამოიყვანო აი ყველაზე ჯანიანი ტიტუშკები მიწყავთ ვანახებ ღობეს დაეჯაჯგურო 10 კაცი და ერთი როგორ გადაანგო ეგ მაგ თემას ერთ არ მინდოდა მე ყურადღების გამახვილება იმიტომ რომ ეგეს რაღაცა რომ იქ წასვლა საიდანაც მე არცად არ მივდივართ არ ვიცი მაგრამ ხო ანუ თეორიულად შეიძლებოდა ეს ეგრეთ წოდებული ღობის გადანგრევაც კი არ ყოფილიყო დაგეგმილი და დაგეგმილი ყოფილიყო ის ამბავი რომ ვიღაცა მოკლედ კარს გახსნიდა შიგნიდან ან იქ დახვდებოდა ხალხი პირობითად რაზეც სიგნალები ღიათ იყო ხო ძალოვნების თანამშრომლები ან ყოფილი თანამშრომლები რომლებიც სიტყვით მოაგვარებდნენ იმას რომ ვიღაც ადამიანები დადგებოდნენ ხალხის მხარეს და ანუ მე ესე აღვიქვი ყოველ შემთხვევაში ეს წინა საოთხო ოქტომბრო ამბები და აი ხა მთავარი კითხვა რა მაქვს შენ რახან პაატას გისაუბრია და უფრო ახლოს პაატა ბატონი პაატა და მე არ მგონია რომ ხა რაღაც ისეთ ცუდს ვამბობთ რომ ხან ადამიანი ციხეშია რამე ხო არ ტოვებდა ილუზიებში მყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას ანუ მოატყუეს თემა უფრო გასაგებია რომ ხა ეს მარჩიელობთ მაგრამ მაინც უფრო მოატყუე უნდა დავიჯეროთ ამ მონაცემებით რაც ხა ჩვენ ხედავთ გვაქვს თუ იქნება ილუზიებში ჩავარდ მოკლედ თუ მოატყუეს პაატას მოატყუეს ყველას მე აი შემოყურებ ამ ამბავს. ერთი დეტალი მინდა რა რომ აი როდესაც წავიდნენ ყაველაშვილის რეზიდენციისკენ. აი მაგ თემასთან დაკავშირებით ზუსტად რომ კითხვები არ მაქვს. რატო ანუ რო დაიძრნენ რო თქვეს რომ ყაველაშვილთან მივდივართ, იმიტომ რომ როდესაც წინასწარ შენ აანონსებ და კიდე აქციას რომ მე შენ ახლა რევოლუციით შეგცვლი, ბუნებრივია ხელისუფლება რასაც შვება, ძლიერდება იმ შენობებთან, სადაც გონია რომ შენ მიხვალ. ეს არის ძალიან ლოგიკური, ჩვენ ვიცით რომ საკრებულო იყო გავსებული, დარწმუნებული ვარ რომ
რა ქვია, ვილამედის შენობასთან იქნებოდა 10-ჯერ მეტი. ანუ ეხლა პარლამენტი და კანცელარია. ქართული ოსების ოფისი. და მოკლედ რამდენიმე აქ ხო კაცო ადამიანური რესურსი ჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ გაამაგროს ხო ეს რაღაცა შენობები. ეხლა ისინი ფიქრობენ ან ინფორმაცია აქვთ, ან ფიქრობენ, არ ვიცი, ორივე ერთად ალბათ, სად შეიძლება მივიდეს ეს ხალხი და რომელი შენობების პიკეტირება შეიძლება გააკეთოს და ამ სავარაუდო შენობებს აძლიერებ ბუნებრივია. ყველაზე ნაკლებად დაუშვებდნენ, რომ ყაველაშვილს ყურადღებას მიაქცევდა ვინმე. მაგიტომაც ყაველაშვილის რეზიდენცია იყო ყველაზე ნაკლებად დაცული. ჩვენ გვახსოვს ის კადრი, როდესაც პოლიცია მერე ანუ მანდ კონსპირაციას ვერ ხედავ, მანდ რატომ მივიდნენ, მაგრამ ნახე რა სად გავიჭედი ძით. ანუ მანდ როდესაც მიდიხარ 10 წუთში უკან თუ ბრუნდები, მაშინ ეს ხალხი რატო ჩაყავს? თუ სხვა მოლოდინი არ გქონდა, იქ რაღაც სხვას არ ელოდებოდი, რომელიც არ მოხდა, მერე დაიბენი, მერე ეს რომ დაიბენი იმ წუთას, მერე სადღაც ერთად შეიკრიბნენ, როგორც მე მივხვდი იქ და საუბრობდნენ. ეხა რა ქონდა, რატო ეწყობოდათ ეს დაბნეულობა? იმიტომ რომ მერე გამოაცხადეს, რომ წავიდეთო, სადაც უბიძინაო, მერე გამოაცხადეს, რომ მანდ წავიდე, აი მერე უკვე არეულობა ძალიან ეტყობოდათ რა. ამიტომ მე ვარ იმ ვერსიისკენ, რომ რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო და ამას კიდე უფრო მეტად მიღრმავებს ამ მეჩს. დედეს თამშრომელი წასული რა გვარია შაიშმელაშვილი როდესაც ამბობს რომ ეს რომ შვიდობიანი ყოფილიყო სხვა რაღაც მოხდებოდა რომ ამბობს რომ ფაქტია რომ რაღაც უნდა მომხდარიყო ისეთი ახლა რა მნიშვნელობა აქვს რა სახელს არ ქმნას რაც არ მოხდა იმიტომ რომ მე ეს იყო შვიდობიანი რევოლუციას როცა ვახსენებთ შვიდობიანი იმ შემთხვევაში არის მხოლოდ რევოლუცია როდესაც შიგნიდან არის რაღაც დათმობა ეხლა თუ შენ რო სუხელი არ გააძრიო იქიდან სულ დაგიშვეს და სულ რომ მარტო დემონსტრანტები დაზარალდნენ, მაინც არ გამოდის მშვიდობიანი, ხო? თავისთავად. ვარდების რევოლუციაც მე საბოლოო ჯამში მე მაშინ ახლა 12 წლის ვიყავი, მაგრამ როგორც გავიგე, მერე და მერე საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ შიგნით ვიღაცებმა გაიაზრეს, რომ სისხლის გრას ჯობდა დათმობა. მაგრამ ვარდების რევოლუციაზე იმის ნახევარი იდგა, ვიდრე 4 ოქტომბერს. მაგრამ ვარდების რევოლუცია ჯერ სხვა დრო იყო, პარალელი იყო, მაგრამ გასაგებია. ძალოვანი, რომელმაც არ იცოდა, იყო ყობან არჭემაშვილი. ანუ ვარდების რევოლუციის დროს კაცო ვალერი ხაბურძანიას უშიშრება ვარდების რევოლუციის უკან იდგა. ანუ რისი თქმა მინდა, იცით მოკლედ, როდესაც მე მეუნება ვიღაცა რომ რევოლუციას აწყობს პოლიტიკოსი აქვე აუცილებლად უნდა თქვა, ეხლა ძალიან გული დამწყდება, რომ ეს აქ ვარ თქვა, იმიტომ რომ თავში არ მithქვამს, მე უცხადებ სოლიდარობას ყველა დაკავებულს, არავითარ შემთხვევაში ვინმე მარჩა თვალს, რომ ვინმეს ვაკრიტიკებთ, ან უბრალოდ მსჯელობ. ვცდილობ გავიგოთ რა მოხდა. რა მოხდა, თორე არავითარ შემთხვევაში მაგაზე ცალკე მეკითხა, შენ არ ურჩევდი, რომ ილაპარაკონ, ღიათ აწი რაღა არის და სამალი, მაინც შეიძლება შორიდან ესა კი ურჩევდი, მაგრამ ეხლა ცოტა მგონია ნაკლებად. ნახეთ როგორ რაღაცა 2003 წელს ხაბურძანი, ანუ უშიშროების სამინისტრო იყო ვარდების რევოლუციის მხარეს. ოღონდ რა თქმა უნდა ისე ჩუმად. და ეს ძალიან იკითხებოდა, ძალიან ეტყობოდა პროცესებს, რომ ესე იყო. შესაბამისად, როდესაც მე პოლიტიკოსი გამოდის და მიანონსებს, რომ უნდა რატო იყო ეს რატო ვენდე ამ პროცესს და რატო იყო ეს პროცესი ჩემთვის, ისეთი რომ არც კი ვიკითხავდი გეგმას, რომ როდესაც გამოდის პოლიტიკოსი, რომელიც ყვება ისეთ რაღაცეებს, რომ შემდეგ ეს რაღაცეები ხდება, ანუ მიყვება ფაქტებს უშიშროების სამინისტროზე, ხო, ეხლა ხაბეს წინასწარი გარტყმები იყო 10-დან 7. ხაბეიშვილს წაუყენეს ეგ ბრალი, თუ ისევ იმ ბრალზეა? აი, ისევ იმ ბრალზეა ჯერჯერობით, მაგრამ ნახეთ ხაბეიშვილი დაბუსტეს. მე მგონია, რომ ეს ტიპები მაინც დასაჭერი ყავდათ. უბრალოდ ეს რახან დასაჭერი ყავდათ, ბარემ ეს გამოიყენეს როგორც ნდობაში შესვლის ინსტრუმენტი ხაბეიშვილთან, დაბუსტეს ხაბეიშვილი რაღაცა ლეგენდით და მე ამ ყველაფერს მოყვა ეს ყველაფერი რაც არის. მე ძალიან ლოგიკური ჩანს. რაღაც მომენტში მე მაშინ ანუ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ხაბეიშვილიდან წამოვიდა? ხაბეიშვილთან შევიდნენ იმაში რა. მე არ მგონია ეგრე, მაგრამ ოკეი. ხაბეიშვილთან შევიდნენ დობაში, მეტნაკლებად ყველაზე როგორ გითხრა, გამწევი და ესეთი ტიპი, რომელიც შეიძლებოდა ქუჩის პროტესტის ავანგარდში ჩაეყენებინა, აი რომ ვიყო მაგალითად სუსის ტიპი და მინდა რომ იმას გავაჩინე. ანუ ეგ ყველაფერი ქნა უხანაშვილმა? შეიძლება ღარიბაშვილის დონეზეც იყო ან ლილუაშვილის, რა ვიცი. საერთოდ არ იყო დამგეკავი. რატო არა? იმიტომ რომ ლილუაშვილი ხა ძალიან გასულია თამაშიდან, თავისი უჭირს, ლილუაშვილი შეიძლება დღე-დღეს დაიჭირონ, ნაწყენია, ნაშოვნი აქვს ძალიან ბევრი მილიონი. აი თუნდაც ვისი გვარებიც არ ვიცით, მაგრამ არიან დეპარტამენტების ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა სამინისტროში. პირობითად თუ უნდოდა სუს კაცო ყობახიძე და რეკავდა ახლა. მოდი სხვა ვერსიითაც წავიდეთ, რა თვითონ ამაზე მუშაობა უნდა ყოფილიყო, ამ პროცესზე უნდა ყოფილიყო მუშაობა. ერთი უბრალოდ ის აზრი მინდა რომ დავამთავრო. ნახეთ, როდესაც პოლიტიკოსი აანონსებს, რომ მოხდება რევოლუცია, მშვიდობიანი თუ რა არ ვიცი ხავერდოვანი თუ როგორც ეძახდნენ, ანუ
ერთი წუთითაც კი არ დამიშვია, რომ არ არსებობდა სისტემაში შიგნით ტიპები, ვიზეც ესენი უკვე იდგნენ. აბა პირობითად ღობეზე გადაძრომას რევოლუციისთვის რომ მარტო საკმარისი ყოფილიყო, ანუ მაშინ რა თქინდოდა ამ ხალა ბუსტი. მაგას იზამს ნებისმიერი. თავარი კომპონენტი იყო ეგ, ვის შიგნიდან კომპონენტი ის იყო, რომ ვიღაც ღობეზე უნდა გადამძრალიყო, ამას არ ჭირდება ბუსტი. თუ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო იმ ხალხის ხარჯზე, ვინც იქ ისედაც დგას. ისისთვის ისინი ანუ ნახე ხაბეიშვილის რევოლუციისთვის რომ დაეჯერებინა ხალხს. ხაბეიშვილს რომ იცემოდა ის რიხი, რომ აი მოკლედ რომ მოვა დროშენ. რომელი რევოლუციისთვის რომელიც არ შედგებოდა? კი, მოკეთ. გიორგი, მოდი მე წამოგიკიდან ხე როგორი რაღაცა, მაგ ბოლშევიკებმა გააკეთეს ეგეთი რაღაცა, თუ არსებობს 24 წელს 1924-ში აჯანყება რომ გიგდა იუშვის ტიპები, ან შიგნით ყავდათ ინფორმატორი, იუშვის ტიპები ყველაფერი დააგეგმინეს, ყველა გამოავლინეს, სად რა ფუნქციებით იყო, მიიყვანეს რაღაც მომენტამდე და მე ყველას ერთად დაეცნენ და თავი მოაჭრეს მთლიანად აი იმ რაღაც საპროტესტო და აჯანყებულების იმას თქვენ ჯგუფს და მოსახლეობას ვინც წინ უძღო და სულ ყველა დაიჭირა და დახვრიტეს. ეხლა ისინი ვერ დახვრიტავენ, მაგრამ იდეაში შეიძლება იგივე რა ის ბოლშევიკების წესებით მოდიან ესენი და მე უფრო მაგას ვადარებ ხოლმე და შეიძლება მოდიოდეს. ხო, ანუ საბოლოო ჯამში ქართული ოცნების წისქვეზე რაღაც დონით ხო დაასხამოთ ოქტომბერმა წყალი. უფრო მეტად ხო გავიგე რომ პოზიტივის იყო რომ ისევ ბევრი ხალხი გამოვიდა და დავინახეთ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს რაც ხდება და მაგათ თემაზეც გადავალთ ჩვენ ხო, მათ შორის პროტესტის ფლანგზე გარკვეულწილად ხო დაასრულა შენობა. ნებისმიერი ინიციატორი, რომელიც შეიძლება იკვეთებოდეს და რაღაც პატარა გავლენა მაინც ჰქონდეს, ჩემი აზრით, ხა მე რო ვიყო რაღაც უშიშროებაში და მინდოდეს რაღაც ამ პროცესის განეიტრალება, ჯერ აი ინიციატორებს მოვაშორებდი ამ პროცესს, რომ აი ხალხის დიდი რაოდენობა, რომელიც რაღაც მომენტში შეშინებულია და ასე შემდეგ და ეს ინიციატორები ჭირდება იმისათვის, ზოგადად პროტესტის სამბედაობა გაიზარდოს და ცოტა დიდ სქემაში რო შევხედოთ, გაიზარდოს და გარეთ გამოვიდეს, მეტი ფიგურა შემოვიდეს, მეტი რუსთაველს რო შეეხები, იქ 20 კაცი რო იტყვის, რომ ეგეთი ინიციატორი, რომ რუსთაველს ანუ აი ესე არ დაუთმობს და ეს 20 კაცი გადააზიარებს ამ ყველაფერს და გამოიყოლებს სიტყვაზე ქუჩაში 30-40.000 კაცს, სიტყვიდან 10.000 თუნდაც, რომელსაც უკვე სპეცრაზმი და შეტაკება ჭირდება, რომელსაც ასევე მე სავსე რუსთაველი მოყვება, ანუ პრობლემები არის. ამ ტიპებს მოვაჭრიდი, ანუ თავს მოვაჭრიდი და მარგინალიზება გააკეთეს. ერთი რომ დავაზიანებდი და შევტან ლეგიტიმაციას ავიღებდი მოძალადიდან დამარცხება. ხო, ანუ გავთხრიდი როგორც მოძალადეებს, ლეგიტიმაციას ავიღებდი ჩემ ხარდამჭერებში ან ნეიტრალურ ტიპებში, რომ აი ნახე შემორბოდნენ რაღაცა დარბიან პაპუასებივით და ამის საბაბით და პლუს მოჭრილთავიანი საპროტესტო ნაწილის ფონზე ამ რუსთაველს ძალიან შვენივრად ესე კატეგორიით გადაუვიდა. მოდი შევაჯამე, ძალიან მოკლედ შევაჯამე ბორწინადებაში ამ თეორიას, რომელსაც მეც ლოგიკურად მივიშნებ ამ ეტაპზე. ესე იგი, შიგნიდან იფიქრეს თუ სუსის სცენარი, თუ ზევსაუბრობთ. იფიქრეს რომ ვის მივცეთ ფუჭი იმედები, ვინ აიყოლიებს საზოგადოებას და ვინ შეიყვანს საზოგადოებას იმ სპირალში, რომელსაც მე მოყვება დაკავებები, იმედგაცრუება და პროტესტის მარგინალიზაცია. ესეთ ტიპად ჩათვალეს ხაბეიშვილს რაღაც ინფორმაციები ხო ფაქტია რომ მისდიოდა. რაღაც ინფორმაციები ხო გამართდა. ხო, ხაბეიშვილის რაღაც ინფორმაციები და მე ამას მოყვა ხაბეიშვილის დაკავება. რამაც აი ჩვენ მოგცა დამატებით ის რომ ესე იგი ხაბე მართლა რაღაცას აკეთებდა თორე ისე როგორ დააკავებდნენ აბსოლუტური დაკავება. ეს გაითვალისწინე ხაბეიშვილის მიმოწერის უფლება ყველანაირი ან კომუნიკაციის არხები შეუზღუდეს და ესეც რაღაც რავი რა უნდა ეთქვა ხაბეიშვილს ახალი, რასაც არ ლაპარაკობდა და რა მოწოდების გამო შეუზღუდეს, შეიძლება იმიტომ შეუზღუდეს რომ 4-მდე არ მიმხვდარიყო რომ შალაო და რამე ინფორმაცია ისეთი არ გამოსულიყო ხაბეიშვილისგან, რაც შეიძლება პრევენციას ან საფრთხეების პრევენციას ან რაღაცას ამას გულისხმობთ ხოლმე, მოკლედ როცა ვამბობთ რომ ეს ვარ იყო სპეცოპერაცია. ხაბეიშვილს უნდა მიეღო რაღაც ინფორმაცია რაღაც მომენტში, რომელსაც მე ამათ ყველას გაუზიარებდა, რო არ მიიღებდა ხაბეიშვილი ამ ინფორმაციას, ამათაც ეთყოდა რომ რაღაც პრობლემაა ბიჭებო, გაჩერდით, ისე არ ხდება როგორც ჩვენ შევკვირდნენ და ესენიც გაჩერდებოდნენ. ანუ გაწყვიტეს კავშირი ამ ორ ნაწილს შორის, იმიტომ რომ შეიძლება ხაბეიშვილი ცალკე საკონტაქტო პერსონა იყო, რომელიცაც აი მოდი ჩვენ ამის თქმა გინდა ნელა გადმოვიდეთ ახლანდელ რეალობაზე. ვერ ვიჯერებ იმ ამბავს, რომ 5 კაცი აი იმ 5-დან ეხლა აქტიური ვთქვათ ვინც იყვნენ რა, ყველა არ იყო ესე აქტიურად ჩაბმული ხო, მაგრამ ვინც იყო, რა ვიცი, თუნდაც ზოდელა ვარ, ვავიღოთ ეხლა ვერაფრით ვერ დავიჯერებ იმას, რომ ამ ხელა თანამდებობაზე ნამუშევარი, ამდენად მნიშვნელოვან თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ჭკვიანი და აზრიანი
სტიქიური პროცესების იმედად წავიდა იმ იმაზე, რომ 9 წლიანი ციხე დაიდო წინ. არ მჯერა, რომ ისევ რაღაცნაირად, ანუ რატო არ მჯერა, იცი, რომ არ მჯერა, რომ დღეს შეიძლება შენ პროცესებს 1 წელი აკვირდებოდე და გადაწყვიტო ამ ადამიანებს, გაბრაზებულ ადამიანებს არ სჭირდებათ, ანუ ესენი ისეც მოვლენ იქ დადგებენ, ანუ ამას ხო ჩვენ უყურებთ ამდენი ხნის განმავლობაში, ამ ადამიანებს სჭირდებოდათ სწორი სტრატეგი, ტიპი, რომელიც სწორად აგეგმავდა რაღაცებს, პასუხისმგებლობის ამღები და პასუხისმგებლობის აღება ღობეზე გადაძრომა რო იყოს, ხო ხომ ყოველდღე ღობეზე გადაძროხთ, ანუ რა სიგიჟია. ანუ პასუხისმგებლობა ნიშნავს თუნდაც იცით რა, აი რომ შაიშმელაშვილი რო გამოდის და რო ამბობს ყოფილი თანამშრომელი, ხო, რომ 150 კაცი წინ ჩადგება. ანუ არ ჩადგა ის კაცი. 150 არა, 15-იც კი. და აი 150 კაცი წინ ჩადგებაა საჭირო რა, რომ აი იქ რაღაცნაირად აი ამ ხალხსა თორე დანარჩენ პროცესებს უყურეთ ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში 1 წელი ნაცემი ბავშვებიც რა ყველაფერი უნახეთ. ანუ ამ ახალი რა უნდა ყოფილიყო ამ პროცესში? ვიღაცის გადმოსვლა. აი ზუსტად. მეტი არაფერი. და ეს გამოიწვევდა უსისხლობას, ეს გამოიწვევდა ძალადობის გარეშე პროცესის ჩავლას და მშვიდობიანი რევოლუცია დამხობა სიტყვა შემის გასაგებია რატოს გამოიყენებოდა უფრო შემაშინებლად, თორე მშვიდობიანი რევოლუცია პრეზიდენტის სასახლესთან მისული საპროტესტო აქციას უნდა დახვედროდა რაღაც კონკრეტული გადმოსვლა. პრეზიდენტს ნოეძახი. თუ რაც არა, სასახლე პრეზიდენტის. რომელშიც ვიღაც არის შესული. შიგნით ვინცის ხო ის სტუმარია იქ. ცოტა ხნით ხო და ანუ იმ სასახლესთან მისულ ხალხს უნდა დახვედროდა რაღაც შემდეგი შემხვედრი ნაბიჯი უკვე სისტემის შიგნიდან, რომელთაც მე ორივე მოტრიალდებოდნენ და ჩართავდნენ რაღაც პროცესს, რომელიც ესე დომინოს პრინციპით უნდა სხვადასხვა ინსტიტუციებზე გადავრცელებული იყო. ჩემი აზრით, ეს ჩანს და იქ რო ეს არ მოხდა, გაიჭედა პროცესი, შევიდა ჩიხში, იმიტომაც ამობრუნდა ზევით, იფიქრეს რომ და ერთი რამის თქმა მინდა დაუდგეთ და რაღაც კი, უბრალოდ მაგამდე ვეღარ მივიდა. ერთი რამის თქმა მინდა, ესეთი ადამიანური მომენტი მინდა გავიხსენო, როგორი კუთხით მოვყვე ხა. მოგეთ რაღაცა უბედურება რომ მოხდება ხოლმე. მე რო ვიცით ხოლმე კითხვის დასმა რომ აი ნეტა საწყალი ყველა ჯვარის წერია 5 წუთით გვიან გასულიყო სახლიდან და ასე შემდეგ. მე რო ვიცით ხოლმე რომ აი როგორ ნეტა ანუ ვინიცის და საპირისპირო კითხვას ხო არასდროს არ ვსვავთ რომ დღეს მე რო გამოვედი, იქნებ დღეს იყო ზუსტად ის დღე როცა 5 წუთით გვიან გამოვედი სახლიდან და მაგიტო გადავრჩი. ვინიცის ჩვენ რაღაცას გადავრჩით ხალხო, მათ შორის ვინიცის რაღაცა უბედურება ხდებოდა და მათ შორის არ ვიცი ხა ეს საერთოდ თეორიაა, მაგრამ იქნება ამ ადამიანებმა საკუთარი რეპუტაციის დაკარგვით რაღაცა უარესსაც კი გადაგვარჩინეს. ამიტომ მე რაღაცნაირად გული ვერ მიბრუნდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზიანდა პროცესი. ერთი რამე რაშიც ვარ დარწმუნებული, აი ხო მიუხედავად იმისა, რომ პატა მანჯგალაძე საერთოდ არ ვიცნობ, ვიცი ერთი რამ, რომ არის ძალიან წესიერი პატიოსანი ადამიანი, არასოდეს მისი мотиваცია ფულის მოხვეჭა არ ყოფილა და კარგი ცხოვრება და სოციალურად და განსაკუთრებით, როდესაც ყოფილი ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა და იმას რა ქვია მურთაზოდელოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ უნდა და ხელისუფლებაში ყველაზე თავდაბალი მაღალჩინოსანი იყო ნაცების დროს. ყველაზე ანუ ეს ყველა შეხოთაშორის რაც საინტერესოა ნაცების პროკურორი რომელიც ვერ დაიჭირეს სარო. ანუ შეიძლება რომ დავასრულო მურთაზე რა, მურთაზ ბევრი იყო ნაცების დროს რომელიც ასხივებდა აი რაღაცა ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლს. აროგანტულობას. მურთაზი იყო ხო ზუსტად მურთაზი არასოდეს მასიაში არ ყოფილა და მურთაზი იყო კაცი რომელიც 2012 წელს მაღალჩინოსნები რო წავიდნენ და მათ შორის გენერალური პროკურორი მაშინ ქვეყანა რო წავიდა დარჩა აქ დარჩა და კაბინეტში დახვდა ყველას რო იჭერდნენ კაბინეტში დახვდა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს სეიფი გამოაღო და უთხრა რომ მე დავრჩი აქ იმიტომ რომ თქვენთვის რამდენიმე 4 საქმე იყო და უთხრეს რომ ეს სხვა ხელში არ უნდა ჩაუვარდეს მართალია ფარცხალაძეს მიცა ის ფლათუარეს რა იცოდა იმ საწყალმა ვისაძლევდა პირდაპირ კრემლის ფოსტაში მოხდა მაგრამ სხვას ვის უნდა ჩავარდე უბედურება მაგრამ მეორე საკითხი მაგრამ ადგა და უთხრა რომ მე თქვენთვის ეს ხელში უნდა ჩამბარებინა და კაბინეტში ანუ რისი თქმა მინდა მოკლედ იცი აღარაფერს აღარ ამბობ პაატა ბურჭულაძეზე რომელსაც შეეძლო დღეს შვეიცარიაში ეცხოვრა ისეთ კარგ სახლში სადაც უნდოდა მაგრამ ეხლა და მაღალი საზოგადოების წვეულებებზე ებოლოდა აი ხა ცოტა ხნის წინ გავიგე არ ვიცი არ უნდოდა თურმე ამის თქვა მაგრამ მე მაინც მოვყვები ტრამპის პირად ივენტზე ყოფილა არჩევნების შემდეგ ჩასული უმღერია და რავი ხა როდესაც ის შეგეძლია რომ ტრამპ ილონ მასკთან და ტრამპთან ერთად იყო ივენტზე და რუბიოსთან ერთად იყო ივენტზე რუსთავაზე კაცაიცინის შხაპებს არ მიიღებს ზუსტად და გდანის მერვეში არ ჯდები რა მაგრამ რაღაცაში ეს ხალხი იყვნენ ძალიან დარწმუნებულები და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ პირადი мотиваცია და მერკანტილური мотиваცია ხელისუფლებაში პატა ბურჭულაძე იმაზე მეტი რა უნდა მოიღოს ვიდრე დღესაა ჩემი აზრით აი ძალიან საინტერესო ხმე ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს მე არ მაქვს ორგანიზატორებთან კითხვები მე უფრო კითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით რა ხალხი იყო კონტაქტზე ამათთან ნებისმიერ ფორმატში შეიძლება
რაღაცა საიდანაც ვიღაცა შორიდან რაღაცებს აწვა ხაბეიშვილის ზოგადად რა ვიცი ხაბეიშვილის ვერსია ყველაზე საინტერესო ვერსია კი არა და ხაბეიშვილის მე ვიტყვი ხაბეიშვილის ისტორია არის ჩემი აზრით ვისთან რა კონტაქტზე იყო რას პირდებოდნენ მე საერთოდ არ ვიცი რა ლილუაშვილზე და მაგაცა კი ვცერდებო რომ დაჭერას უპირებენ და Facebook-იდანაც კი შლიან ერთმანეთს და გაფუჭებული სახეებით კი დადიან მაგრამ მე იმდენად არ მჯერა ბიძინა ივანიშვილის რომ ისეთი მონა როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ყავდა ანუ არ ვიცი აი ფეთი ყავდა და რაქნა ღარიბაშვილმა ახალი ისეთი ის გამოჩება გაერიჭა და ერთი რაღაცა მინდა მე მაშინ როცა ღარიბაშვილი გაუშვა შთაბეჭდილება დამრჩა არა ის რომ დასაჯა ღარიბაშვილი არამედ შთაბეჭდილება დამრჩა ის რომ მაშინ ღარიბაშვილი სანქცირებული საერთოდ არ იყო და უბრალოდ გაიწია პროცესები და გაუშვა მოკეთ ყველა ჩვენ გვაქვს ჩვენი სუსტი წერტილები ბიძინა ივანიშვილის სუსტი წერტილი არის ფულის მოპარვა ანუ ამაზე დიდი პრობლემა მას აღიქვავს რომ თვითონ მოპარეს ხო თვითონ რა თქმა უნდა როდესაც შენ პირობითად 9 მილიარდი ის კი არა რომ ქვეყანას როგორ მოპარეთ არა 9 მილიარდი ისე რომ გაათეთრე რომ მე არ გავიგე და აქედან არაფერი არ მე როგორ მეც მომპარე რა ანუ ლოგიკა ეგ არის ჩემი შექმნილი დირკაა ეს რა სადაც ეს ფული და თან კიდე როგორ ამბავე იცი რა სამრეცხაოში მანქანას რეცხავდა მე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი ჩვენ გვახსოვს მისი ქვისლის ისტორია რომელიც დღეს აღარ არის ცოცხლე და ამ თემაზე საუბარი ხო მშენებლობასთან დაკავშირებით ანუ მისი ყველა თან ასევე იყო ციცინათელასში ერთ-ერთი ადამიანი ასევე მოპარვასთან დაკავშირებით ანუ ეს არის როგორიც მე გეუბნებით იმ ადამიანებისგან მოყოლის რომლებსაც მასთან ძალიან პირადი შემხებლობა ქონიათ ამ თემებზე ანუ მისი სუსტი წერტილი თუ არ ვიცი რაც გინდა წითელი ზოლი თუ რედლაი რაც გინდა დაარქვით არის ფულის მოპარვა ანუ ეს არის მისთვის ამიტომ ჯერა რომ ხაბეიშვილი ახან ახსენე კიდე მაგ ვერსიით გამოდის რომ ლილუაშვილიც გომელაურიც და ღარიბაშვილიც რაღაც მხრივ ბლოკი ქონდა ჩეკრული ბიძინას წინააღმდეგ წეწავდა ბიძინას წინააღმდეგ არა ბიძინას წინააღმდეგ გამხრივი ვიზახი მაგ საკითხში არა ბიძინას გვერდის ავლით ან ბიძინასთან მე ხალხი ერთ ცალკე მგონია ბიძინასთან გვერდში პატარა კანტორა ქონდა გახსნილი ნახე ანუ ერთმანეთს კაი ყველაზე მეტად კონტროლი ქონდა ამ ყველაზე ალბათ ლილუაშვილს ყველაზე გავლენიანი ღარიბაშვილი თვითონ არა ღარიბაშვილი იყო ცალკე ლაინ ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილთან და არ ჭირდებოდა არავის ისევე როგორც გომელაური რომელსაც ძალიან ენდობოდა არ ჭირდებოდა მასთან შუამავალი და ისევე როგორც ანუ ბიძინას მართვის სტილი რა არის ესენი ერთმანეთს აკონტროლ ანუ ყველა ერთმანეთს აკონტროლებს ეუნებიან რაღაცას წყალი შეუდგას მაგალითად რა კაი ეხ ძალიან თეორიებში ვიდივართ კიო ძალიან თეორიებში ჩემი ლოგიკა თეორიებში არ არის თან ეს რასაც მე გიყვები მთლად თეორია არ არის ანუ ჩემი აზრით ამ ადამიანებმა აი მაგალითად ღარიბაშვილი მეორეც რომ მოაბრუნა პირველად რომ გაუშვა და ტელეფონზე შემავალი ზარი რო აღარ ქონდა და იმდენი ფულიც რო აღარ ქონდა წაღებული რამდენიც უნდოდა და რო აღმოაჩინა რომ აღარც პრემიერი აღარ იყო და აღარაფერი აღარ ქონდა აი მეორეც რომ მოაბრუნა გადაწყვიტა რომ რაღაც ანუ სწორი გზა იქნებოდა თუ შეირგებდა ამ ყველაფერს ისევე როგორც სანქციები რომ წამოვიდა და პირველად იმიტომ გაუშვა რომ კორუფცია ახსენა პირდაპირ მაგრამ ისი არა ის გადარჩენდა ნათესავების და ჩემი აზრით როდესაც შენს პირობითად იღებ ამდენ სანქციას რეპუტაციულ ზიანს გინებენ გიდა ხარ ლილუაშვილი გიდა ფიქრობ რა რომ მოკლედ რა მე ხა აქ ჩემი სარგებელი უნდა მივიღო რა გადმოვიდეთ დღევანდელობას სად ვართ დღეს ესე ძალიან ზოგადი კითხვა რო არ დავსვა ძალიან კონკრეტულ რაღაცა დღეს ვიდეო მქონდა ჩაწერილი რომელშიც ყვებოდი რომ ბელარუსში საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი წელში გამტეხი ლუკაშენკოს რეპრესიების გარდა, ეს რეპრესიების ნაწილია და მათ ხელიერია გასაგებია, მაგრამ იყო თურმე როგორც თვითონ უკვე ქვეყნიდან გაქცეული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ყვებიან, მათი მხრიდან ერთმანეთის დაჭმა, იმიტომ რომ იმდენად ვერავის ვეღარ ენდობოდნენ, უკვე ისეთი პროცესები ხდებოდა მათ გარშემო და სპეცსამსახურები იმდენად ყველგან იყვნენ უკვე რომ დაიწყოთ პარანოია და ერთმანეთის ელემენტარულ კოორდინაციას ვეღარ აკეთებდნენ. ახლა ვართ მე იმედი მაქვს ეს რამდენიმე დღიანი ფაზაა და არ გაგრძელდება, მაგრამ შენც იყავი აქტიურად ჩართული რაღაცა Facebook გარჩევებში და კითხვასთან ერთად ამ საფრთხეს როგორ უყურებ, რამდენად მძაფრად აღიქვავ შენ მოკლედ ამ საფრთხეს, კითხვა ეგ მაქვს, მაგრამ თან მე თხოვნა მაქვს, რომ შენ ბევრი ადამიანი გისმენს, ბევრი ფოლოვერიც ყავს და ასე შემდეგ და რაღაცნაირად მე მიმაშნია სწორად რომ ერთ-ერთი შენს უნდა იყო, ვინც უნდა ხელი შეუწყოს ამ რაღაცა საყოველთაო შერიგება დავარქვათ ჩვენ ფლანგზე თუ მორატორიუმი თუ ასე შემდეგ და მათ შორის ვცადოთ რომ ვინც აი თუნდაც ვიღაცა გამოვარდება შეიძლება პირადი შეურაცხყოფას მოგვაყენოს შენთვის მით უმეტეს უცხო არ არის ძალიან ჩვეულებრივია რაღაცნაირად ცოტა ხანი არ ვუპასუხოთ და არ დავისხათ თავს ჩემი თავი ეგრეთ დავაპროგრამე რომ
და ზუსტად ერთი ორი აცილება მქონდა, რომ ნახე ისეთი სივრცე შეიქმნა რაღაცა, სადაც უნდა შევსულიყავი წესი და რეაგირება უნდა მქონდა. არა, ნახეთ როგორ რაღაცა. ჩვენ მოდი დავიწყოთ, რომ ჩვენ ამ პროცესში ვართ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ჯგუფები, ჩვენი პოლიტიკური გემოვნები, ჩვენი შეხედულებები და ასე შემდეგ. ვიღაცა ფიქრობს, რომ ეს პროცესი შეიძლება იყოს გრძელვადიანი და გაგრძელდეს უსასრულოდ, მე მათ შორის არა ვარ. მე რადიკალებში მოვიაზრებ მოკლედ რა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ასრთა სხვადასხვაობა. ის რომ ანონსში ჩავშოთ, მე რადიკალებში მოვიაზრებ. აცა დაიჭერენ. ცოტა ხანი გადავაგო. შე რადიკალობა შეიძლება. ხო და ნახე როგორ რაღაცა შესაბამისად მოკლედ მაგრამ ჩვენ ძალიან გავიზარდეთ და ერთ რამაზე შევთანხმდით რომ რაც უნდა ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, არ მოგწონდეს და არ გვიყვარდეს, რაღაცებზე ვთანხმდებით. მაგალითად რაზე რომ 4 სურო ისეთი პოლიტიკური სუბიექტის იყოს, რომელიც არ მომწონს მივყვები, აი ხვალ რო ახლა დაანონსოს აქცია ნებისმიერმა, აი ფედერალისტებმა რო დაანონსონ აქცია, მივალ ანუ ჩერგო გაბრაზდება ფედერალისტები რა ესე სათქმელი იყო. ეგ აქციები ჩვენი დაორგანიზებული იყო, რო იცოდე და ჩვენი მანქანა დადიოდაო გეტყვია. არა, ჩვენ პირადი ბრაზის გამო ყველაზე წითელი ხაზია ჩემთვის და მაგიტომ ამბობ. ორი წამით შეგაწყვეტინებ. ესე იგი, ნანუკა ჟორჟოლიანი თანახმაა, რომ ჩერგოსაც კი არ დაუპირისპირდეს რაღაც პერიოდი ხალხო. არა, მე გარ მithkom. თქვენ რომ თუ ეფექტურ გეგმას დადებენ, მე ყველასთან ვარ, ვიც მანამდე უპირისპირდება, კაი. და შესაბამისად მოკლედ აი ერთადერთი ვისთან ერთადაც ვერ აი ლელოსთან ერთადერთი ვისთან ერთადაც ნდობის ფაქტორი მექნება ნულამდე დაყვანილი ეს არის გახარია ვისაც ახლა რო რაღაცა დამიანოსოს ჩავთვლი რომ არასწორია რასაც აანონსებს და ეჭვის თვალით შევხედა რატომ ვამბობ ამას რომ მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც იყო ის განცდა რომ ბევრს ქონდა შინაგანი როგორ რაღაცა იცი რომ კი უნდათ რომ ბიძინას აღარ ეარსება ხუთში მაგრამ თან ეს რამდენად უნდათ რომ ამ ძალას გაეკეთებინათ აი რო ესე რო ხარ რომ აი ამათ რამე არ გამოუვიდეთ მე მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს გულისხმობ მე მათ სახელებს არ დავასახელებ ეხლა ციხეში სხედან არ უნდათ რომ ეს გამოსულიყო მაგრამ სხვა გზა არ ქონდათ ამ პროცესებში უნდა შესულიყო იმიტომ რომ არ შესულა არ იქნებოდა სწორი შესაბამისად, როდესაც მეორე დღეს გავიღვიძეთ. მოიც მე ხა მაგას უნდა ჩაგეკითხო. ანუ აი არ დაგასახელებინებ სახელებს ყველა მივხვდით ისედაც რომ არ უნდათ ანუ სულ რომ შვიდობიანი რევოლუცია გამოსულიყო არ უნდათ ამათგან გაკეთებული იმიტომ რომ თვითონ არ იქნებოდნენ ავანგარდში არა მე მგონია რომ ეგ საერთოდ არავის არ გვაწყობს ნახე ერთი ნებისმიერი ძალა რომელიც ესეთ პროცესში რევოლუციას ვინც აწყობს ის სამარაჯამოთ კი არ უნდა მოვიდეს იმან უნდა გაასწოროს ყველა ხაროეზი და მე უნდა ჩატარდეს არჩევნები ეხა ჩვენ თუ ის გიო ბოდიში ხა შენ თუ იმას აწვევი რომ ჩვენ არ გვიკაბათია გაცემა შენ არ გვიკაბათოთ შენ თუ ეხა იმას აწვევი რომ რა ქვია ვინც რევოლუციას მოაწყობდა ეს ეგეჭხუბები ის მოვიდოდა ხელისუფლებაში კონცეფტი მეც კი არაფერს იზახიან ბიჭო რომ აი ნაცების რევოლუცია იყო არა ჩემთვის ეს არ იყო ნახე რამე თქონდა ანუ ვინც რევოლუციას აწყობს ის მოდის მე ახალი ბიზნესი ხდება ეგრე არ არის ჩემთვის ეს არ იყო ნაცების იმიტომ რომ მარტო ნაცები ვერაფერს ვერ იზამთნენ და ეს იყო ჩემთვის ჩვენი ყველას ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების საზმაუთი დაწყებული და მორებული რა ვიცი ნებისმიერი ადამიანი მაგრამ ნახეთ რომ ის თქონდა და შესაბამისად მეორე დღეს აი რო გძნობ რომ ის მოდის რომ ვიცოდი რომ არ გამოგივიდოდა შენ ეს ყველაფერი და ხო გაიუნებოდი ძმაო ეს განწყობა რა თქმა უნდა ტემპერატურას მაღლა წავს მეორეს ერთიც ხახნო ფიზიკურად როდესაც 12 კილომეტრს დარბი ხარ იღლები და ისვენებ. შენს ორგანიზმს ჭირდება აღდგენა. ჩვენს ყველას ფსიქიკას და მენტალობას ჭირდება აღდგენა. როდის გავაკეთეთ ეს? ოღონდ ის აღდგენა კი არა, მე რო პარიზში 3 დღე წავალ და product placements გადავიღებ ან კორეაში 4 დღით და იქაც რომ იმიტომ მივდივარ რომ ტელევიზიაში შემოსავალი ქონდეს, თუმცა ფანტასტიკური იყო. არა, მე ვამბობ რომ პროცესებიდან ცოტა გვერდზე გასვლა, გვერდიდან შეხედვა, იმიტომ რომ ჩვენ ამაში ვიხარშებით 24 საათი და როდესაც რაღაცაში ხარშები, გამორიცხულია სწორი ანალიზის უნარი არ დაკარგო. ჯერსაც ვარ დაღლილები, სუყვალა და დაღლა პირველი. გაღიზიანებული. აი ეს რა უნდა მეთქვა დაღლას პირველი რით იგრძნობს ადამიანს გაღიზიანებული, ანუ აგრესიული ხდები. პირველად მაგით იგრძნობს მოწყოტილი გაგზავნა ნებისმიერ ასზე ფეთქდები. თუ მოწყოტილი დაღლილი რო ხარ, თუ არ ისვენებ, ძმაო, თუ არ იძინებ, თუ კარგად არ ჭამ და თუ ენერგიას არ აღადგენ, ხდები აგრესიული, ჩვეულებრივი. აი ერთ მაგალითს მოვყვები, არ მომიყოლია, ვცდილობდი რომ გიორგისთვის დავემალა, არ ნახოს, არ გადაირიოს მეთქი. როშა თუ ის კომახიძე. არა, რაღაცა ჩვენ რო ქონდა, აი რო ცადეთ რომ იქნება ლელოსთან რაღაცა რომ ჩვენ 5-ის გვეშინოდა 4-ის კი არა რომ 5-ში ერთმანეთის ჭმა რო დაიწყოს ოპოზიციაში თქო და რაღაც აღარ მოყვები ხა იმას რაღაც შეთანხმების დადება რომ საერთოდ მაგაზე ხო წამოვიდა რაღაც დიდი აგრესია და ანუ ხო ყველა დარწმუნებული იყო ერთი შეხედვით რომ ჩვენი მოტივი და სურვილი იყო ძალიან კარგი და არა რაღაცა მოღალატეური უბრალოდ ტაქტიკა რომ რაღაცა ოდნავ რაღაცა პატარაზე შევცვალეთ
ვიღაცამ დააკომენტარა, ისიც კი გადავიდოდა ტროლი არ იყო თან რეალური პროფილი იყო, რომ ეხა ხდებიო ახობაზე ციხიდან რატო გამოუშვესო. ანუ ტიპმა დაუშვა. წარმოიდგინეთ, რომ იმდენად ის იყო, რომ რაღაცა რო არ მოეწონა ანუ ეგრევე ესე გაგეტი, მოხარშო ეს ციხიდან გამოუშვეს, ესე იგი იმიტომ გამოუშვეს, რომ კონცეფტს გაუიგდა. აბა არ ვაჩვენე, მეთქი არ გადაიო სახში არ მიაქვს. ეს სადაც არა, ნებისმიერ რაღაცაზე, სადაც უკვე პასუხი კუთხეში უკვე ვეღარაფერს ვეღარ მიწერეთ. აი თურმე რატო გამოგიშვეს შენ? არა, გახარია. ეგეთების ანუ ერთი კი არ წეს, სხვადასხვა რაღაცეების გამო არის. ის რამდენი მიზეზი მაქვს რის გამოც ციხიდან გამოიშვეს, ეს ანუ ჩამონათვალი რო გავაკეთოთ ცალკე. ანუ უთებ ხო? გასაყარად. და შესაბამისად ეგ არის ძალიან ლოგიკური. ყველა დავიღალეთ, ყველას დასვენება გვინდა, თან რაღაცა მგონია რომ ერთმანეთს ცოტა ხანი უნდა ჩავენაცვლოთ, ვიღაცა ჯგუფი უნდა გავიდეს, მე ვიღაცა ჯგუფი უნდა შემოვიდეს. მეორე, ის რაც გითხარით ფაქტორი, რომ ადამიანებს ჰქონდათ ეს რომ იქნებ ჩაუფლავდეთ და ახლა ძალიან მერე ხახნა პოლიტიკურ ველზე მიდის ბრძოლა როგორც ბიზნეს და სამარცხებლად, ზუსტად ისე ოპოზიციაში ერთმანეთის დასაჭმად, იმიტომ რომ სინამდვილეში ხა ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, ვინ იქნება პირველი. ყველა. კი. გახარია სამი შანსები აღარ აქვს. ეხლა გახარია ხმა აღარ მოიღოს, ერთი მანდატი ვერ აიღო თბილისში, საერთოდ გაჩუმდეს, მაგრამ რა იმანაჯობა. რა ვიცი, ფიზიკურად სანამ ხოცები აქ არიან, გახარია არ არსებობს და ის პარტია ამ კოალიციაშიც არის, აი ამ ხელა სამკუთხედად და თან კიდე რანაირად ეხლა ის რო გაჯობებს ალტინფო რო გაჯობებს პოლიტიკიდან უნდა წახდე. მე ვიყავი ადამიანი რის გამოც მე მაგრა დამახურეს თავზე ჩვენ ბავშვი რომ მათ შორის ბოლო მომენტამდე რომ ლელო და გახარიას უნდა კონდეთ მოსაბრუნებელი გზა მეთქი რაღაცა პირობა იქნება შეშტომის აღიარება თუ ასე შემდეგ რაღაც კუთხით დღემდე ამ განწყობაზეო რა ხა ამის გამო შეიძლება ვიღაცა მეჩხუბოს იმიტომ რომ ბიჭო არ ვიცი რა აი მაინც ახლა ვერ ვიჯერებ იმ გახარიას ბიზნესთან გარიგებულს რო ვეძახი რა ვიცი მოსწონს მართლა იქ ჯდომა იმ სასტუმროს ნომერში და 5%-იანი ბარიერი აი არ მინდა რომ დავიჯ მე ძალიან გულწრფელია ახლა ორივე ერთად ახლოს რა თუ დაიშლებიან სიტყვაზე მომავალი არჩევნებისთვის ვერც ერთი ბარიერს ვერ გადალახავს და თუ არ დაიშლებიან კაცი გამოცი 7 კაცი ეყოლებათ ოღონდ ესეც ახლა მოკლედ მე ესე უყურებ ჩემ მინდა რომ ეს თემა ძალიან საინტერესოა და შესაბამისად ეს რაღაცები გვაქვს მე მაგალითად სიტყვაზე მე მქონდა ეგეთი დაიჭირეს ნანა სანდერი და მე მქონდა ეგეთი წინათ წარმოიდგინეთ 2 დღით ადრე დაწერა ხო და ზოგი გაგიწყრა შენ ამაზე რომ ზედმეტად აწიეთ მაგ გოგოზე შენ და ელისო კილაძემ ჰაიპიო და ვინიცის მაგიტო ხო არ დაიჭირეს ესეთიც მინდა ვთქვა რომ მიხარია როგორ ვთქვა მაგრამ მიხარია რომ ბრალი მაგრაწილში არ ფიგურებს იმიტომ რომ ადამიანურად მე ხო უნდა გავაგრძელო წარმოუდგენელი სიგიჟეა და მეორე ერთიც, როდესაც მე შევედი მე ამ გოგო და ეს უკავშირდებოდა აქვე მინდა განმარტება გავაკეთო მე დამიკავშირდა პატიმრის დედა და ეს ამ შემთხვევაში ანრი კვარაცხელის დედის შუამავალი უფრო ვიყავი რომ ვერ მივაწვინათ ხმა პასუხობდა და შემდეგ ღია დაუსვი შეკითხვა მე ამას რომ მოყვა უკვე სხვა პოსტებიც ანუ აიწია ეს თემა ძალიან და გოგო ორ დღეში დაიჭირეს ანუ პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ძალიან წუხარ ამ შესახებ ადამიან რო წუხარ კი არა და დღეს დილიდან ვიყავი დაკავებული ადვოკატებით ვინ შევიდო და როგორ შევიდო და არ ვიცი ხა ამ პატიმრებში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საბრძოლორი თუ ვინმე იქნება ეს ხალია იმიტომ რომ ეს გოგოა, რა ხალი ახალგაზრდა გოგოა, იმიტომ რომ რაღაცა ეს 2 დღით ადრე ჩემი კრიტიკა და უცებ და ამის დაჭერა პერსონალურ პასუხისმგებლობას მკიდებს, მაგრამ მეორე არის ესეთი რამ ხალხო სად მივედით ნახე რა, ერთია კაცო ის ემიგრანტს რო რაღაც შეკითხვა აქვს ისეთ თემაზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაული ვერასდროს ვერ გახდება რა. მე შეიძლება შე რაღაც შეკითხვა დაგისვა საჯარო სივრცეში, მაგრამ ის შენი დანაშაული ვერ იქნება. გამორიცხულია, ხო, არც იმაზეა ისე დიდ თანხაზე საუბარი და ეს სხვა თემა, მაგრამ ნანა სანდერის Facebook-ს რო დაათვალიერებ და რო ნახავ მის განწყობებს, მე მინდა რომ ძალიან ისეთი ვიყო რა, ავწონო ყველა სიტყვა ეხლა, როდესაც ამას საუბრობ და მას დაიჭერ. ანუ რა ის გამოძიება, ანუ ძალიან არასერიოზული ეს ყველაფერი რა. ეს ყველაფერი თუ იქამდე დადის რომ ნანას რაღაც ძალიან ბინძურ გეგმას გავს ამ გოგოს ემოციებით, რომელიც ემოციებზე ძალიან მარტივად ძალიან ემოციური ადამიანი ჩანს, რა ვიცი, ჩემი არ იყოს. და როგორც ჩანს აპირებენ რომ აი ამ ეს ემოციები გამოიყენონ ზეწოლა მოაწყვეტილი კონკრეტულ ადამიანებზე გულდაწყვეტილი დაიჭირეს მოდი ესე ვთქვათ ძალიან მარტივი არის ეხლა იქ აი შეიძლება დავაკონკრეტო რაღაცა ნახე იმედმა გამოდო ქარდი რომ ნანა ამბობს რომ შეიარაღებული ხალხი ყავს დარწმუნებული ვარ ხალხო რომ ამ შეიარაღებაში გულისხმობს აიწინახს იცით რომ ჯერ მithქოს რომ ბოლომდე ეკიპირებული მე დავინახე აქციაზე ნანუ სანდერი თვითონაც იყო შეიარაღებული უზარმაზარი დათვი ეჭირა ის დათვი ikbineba მართლა ანუ შესაბამისად ანუ ნანუ სანდერიზე რო გადაგაქ ეს ამბავი რომ ნანუ სანდერს ყავდა შეიარაღებული 250 სპეცრაზმელი ანუ
ძალიან სერიოზულია ყველაფერი რა. ხაი, ნახე მან რა ხდება. ძალიან მანიპულატორები რა კონტაქტის მქონია, ეგენი არიან მანიპულატორები შიგნით, თან ისეთი მანიპულატორები, რომ ძალიან მყარად თუ არ დაუდექი, რაღაც მომენტებში საითაც, ნუ იქით გაგაცრევენ, გამოგაცრევენ და ისეთ დღეს ჩაგაგდებენ, რომ რაღაც მომენტში შენ თავს რო შეხედავ, მე ეს ვინ იყო, შეიძლება იკითხო რა. მართლა. ეხლა ამ გაბრაზებულზე წამი ნანა სანდერის ადვოკატი. ხო, ჩამოვიდა ამხელა იმედებით და რაღაცა მოლოდინებით მოხდა ისაც 4-ში მოხდა ფრუსტრაცია მე მოხდა ის რომ წაყრა ერთმანეთში და ეს ამბები ბევრ ადამიანზე ნაწყენი ძალიან ბევრ ხალხთან მქონდა კონტაქტი პლუს ამ რაღაცა ისეთ რაღაცებს იძახდა ამასობაში და პოსტებს წერდა რომ ძალიან კაი დასახვევია გამომძიებლისთვის და პროკურორისთვის ფურცელზე დასაწერად და შეუძლია უბრალოდ რაღაცა აი ამ ბრაზებზე იმუშაონ ამათმა კარგად ესე დაბუსტონ ამისი ბრაზი და პირდაპირ ეს კონკრეტული ადამიანები რომლებიც კიდევ ჭირდებათ და კადრებში ვერ დაინახეს იქ პრეზიდენტის სასახლესთან აი იმ ადამიანებს ამ ჩვენებებით ესე კონვერი გაუკეთონ ეგრევე მეორე ამ თემასთან კავშირში არა ზოგადად მეორე რას ცდილობს ახლა ნახეთ ხელისუფლება ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი გამოვიდა და თქვა რომ ფსიქიური შემოწმება, ფსიქიატრის შემოწმება სჭირდება მას. ანუ მანამდე რაც თემა შემოგტანეს ნინო დათაშვილთან დაკავშირებით გახსოვთ რა და რაც აბსოლუტურად არ გამოუვიდათ, რომ იქ თუ არ გამოუვიდათ პროცესამ ანუ ჩვეულებრივი რუსული ხელწერა, რომ ეხლა აქ გამოვიდეთ რა თქვენ გონათ რომ ამ ბაბუს არ სჭირდება ფსიქიური შემოწმება, აი ეგ ახლა განახებ თუ არ სჭირდება და შესაბამისად ჯერ ესეთი ამ თემის გაშავება მაინც არ გამოუვათ, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ფსიქოტროპული, ფსიქიატრი და ფსიქიატრის დახმარება, არის ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი გადაწყვეტილებების მიღება, შეუძლია პროტესტში ყოფნა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ამიტომ ეხლა რა და სხვათა შორის მე ვიცი ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი ქართული ოცნებიდან, რომელსაც ფსიქიატრი წავს, რომელსაც შეტევებიც აქვს ურთულესი, მაგრამ ეს კაცი ერთ-ერთი ამ ქვეყნის მმართველია და ჩვენ მას პერსონალურად ამას არ ვაძახებთ. კი, ეს მე მაგაზე ადრე ვიდეო მქონდა ჩაწერილი აი დათაშვილის ამბავზე. ესე იგი, დაუკვირდეთ, ესე იგი, ადამიანი, რომელიც აფრიკიდან ბაობაბებს ეძიდება, რომ ჩაეხუტოს და ამით სიცოცხლე გაიხანგრძლივოს, ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს სათავეში არიან და deep state-ის ჯერათ და ასევე ხო გიგაბოკერიამ მოგვიყვა პოდკასტში რო შევხვდიო ივანიშვილო პირველად მითხრა რომ აბა 11 სექტემბერიო ვისი მოწყობილი იყო ხო ებრაელების მოწყობილი იყო აი ესეთი რაღაცების რო შეჯერათ ეს ადამიანები ვიღაცაზე ამბობენ რომ შეიძლება ფსიქიკურად არ იყოს ჯანმრთელი რატო უყვარს ტედი რო გიყოს ეგ უფრო გასაგებია რა ხო ნუ კაი ზოგს ტედი უყვარს ზოგს ბიძინა რა და რა ის მე მგონი მაგაზეც მეტყველებს რა ვინ როგორი ადამიანია რა გადავიდეთ იმაზე რა შეიძლება გაკეთდეს ამის შემდეგ და მე ასეთი ფორმით დავსვავდი ამ კითხვას პოლიტიკური პარტიები რომელიც არიან ამ წუთას ნოკაუტის რეჟიმში თუ როგორ არის ეგ ტერმინი ნოკდაუნი არის საბოლოოდ ნოკაუტი არის ერთი რო დაეცემ და კიდე რო შეგიძლია ადგე ხო თუ არა როგორც გინდა ისე ვთქვათ რა ფორმით უნდა ჩაერთონ პროცესები მე ასეთი აზრი მქონდა რომ პოლიტიკური პარტიები უნდა იპოვონ ის რის გარშემოც ოპოზიციურმა რა თქმა უნდა შესაძლებენ გაერთიანებას და ეს გაერთიანების წერტილი უნდა იყოს რომ პროტესტს დაეხმარო, პროტესტს სათავის ჩაუდგენ კი არა, მაგათ სათავის ჩადგომა არავის არ ჭირდება, ძალიან მიამიტი ვარ. აუ, დაივიწყე. ამდენი ხნის განმავლობაში მე ვიყავი ის მოქალაქე. ეს პოლიტიკოსმა რა გითხრა, აღარ გახსოვს? რაც ჩვენ რას მაგას ვუყვებოდით, ეგო ძალიან ამბიციური გეგმა. ამბიციური არასის, ანუ არა, ამბიციური ნამხრივ. ანუ ეგო ეხა იმდენად რაღაც ესეთ გრანდიოზულ რაღაცაზე ფიქრობო, ესეთი პასუხი იყო. შენ გასული იყავი მაშინ ოთახიდან მე მგონი. რომ ავიო აი აგერ აქვე პატარა ოთახში და ჩემ პარტიაში არ გამოდის ეგო და შენ გინდა ეგ რომ ბევრ პარტიებში ერთად გამოვიდესო და მეთქი ხო აბა სხვანაირად არ გამოვა თქო ან ეგეთი აი მართლა რევოლუციური გარდატეხა იქნება მათ შორის ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობების ფორმებშიც ან მართლა შენ გამოგვივა ხალხი და მე მჯერა რომ თუ სწორად ურთიერთობას დავალაგებთ ერთმანეთთან გამოგვივა და აი ეს იქნება ის სიურპრიზი რომელსაც საერთოდ არ ელოდება არავინ ქოცებში განსაკუთრებით მაღალ ჩინოსნებში გონიათ რომ აი უკვე როგორ ყავართ იცი აი ტომი და ჯერივით გვათამაშებენ ერთმანეთში ჩვენ გამოგვივა და მათ არა ნახეთ როგორ რაღაცა შენ მომეცი პირობა რომ იქნები შერიგების მედროშე და არავის აღარ ეჩხუბები ყველანაირ პირობას დავძახე სალკე რუბრიკა უნდა გავაკეთოთ ეხლა ხუთიანი გამოიყურება ყველაზე ცუდად კი არა და ყველაზე ხარ ეს ცუდად არ გამოიყურება ეხლა ხუთიანი გამოიყურება ცუდად შესაბამისად 4 ფიქრობს რომ 4 ხო და 5-ის ამომრჩეველი ხო ერთია რა ანუ ცალიფეხი 4-ში გაქვს ცალიფეხი 5-ში გაქვს რა ანუ ორი ფეხით 5-ში დგას ის ვინც მიშას ირჩევს და ვისაც მიშას მიმართ არა აქვს ანუ პარტია ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ჩემს არ არსებობს ჩემს არსებობს მიშას ამომრჩეველი
ეს მისასამრჩეველი ამ 25 შორის რაღაცნაირად დადის, ხო ეს? შესაბამისად, ეხლა 4 ფიქრობს, რომ აქვს შანსი, რომ 5-დან უფრო მეტი წამოიყვანოს რა ამ 4 ოქტომბრის მერე, ხო? შესაბამისად 4 ფიქრობს, რომ მას აქვს ყველაზე დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა. პრინციპში იყო კიდევაც წინაარჩევნებიდან გამომდინარე. მაგრამ მე რაღაცა პრობლემა, ეხლა აქვს ყველაზე მეტი ესე ფიქრობს. ლელო ფიქრობს, რომ მას აქვს ყველაზე დიდი შანსი, რომ გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა, იმიტომ რომ ანუ გააშავებს. ლელომ დაიწყო ფიქრი შენი აზრით? 100%. დაიწყო ფიქრი, პოსტებს ჩახედრებს, ოღონდ. ფიქრი თუ დაიწყეს თავის თავზე ფიქრი, არა, იმაზე ფიქრი დაიწყეს, რომ პირველი ოპოზიციური პარტია გახდნენ და მაგაზე უკვე მართლა მეცინება, ანუ ეგ კი ჩანდა არჩევნებამდე. ეხლა ძალიან ეხლა რო უყურებ მართლა მეცინება. ლელ გახარია ჯერ კიდევ იმას ჯერ კიდევ ბიძინას ეფლირტავება და ფიქრობს რომ იქნება არსებობდეს შანსი რომ პირველი სიყვარული დაიბრუნოს. კარგი, რას მეუბნე? 100%-ით, რა იქნება პირველი სიყვარული. აი, პარლამენტში შეჯრიგინდება და მაგაში შეიძლება გაცვალოს თავის თავისუფლებას და უკან ჩამოსვლას და ბიძინასთან ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოუშვეს, მაინც მგონია, იმიტომ რომ ამ გახარიას მიმართ რაღაცა უკვე აღარ ენდობა. ანუ აღარ ენდობა, მაგრამ ამოჩემებული ისა არავის მიმართ არ გამოუყენებია, თუნდაც აი იმ რანგის შეურაცხყოფელი ტერმინი ივანიშვილის როგორც არის გარეწარი. ხო, მესმის რა. ამ შესაბამისად მოკლედ ოპოზიციურ პარტიებს ეს არ გამოუვათ. ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ იქ არიან, რომ პირველი ვინ არის, მანდლაგდებიან რა. ამიტომ მე ვიყავ ის ადამიანი 4 ოქტომბრამდე, რომელიც ყველგან წერდი ერთობას, გეხვეწებით, დაალაგდით, წერილებს ვაგზავნიდი, სადაც შემეძლო რომ ეს წერილი გამიგზავნა. ყველას ვარწმუნებდი ამაში, მოკლედ ეს ამბავი არ გამოვა. მე ვაღიარებ, რომ დავმარცხდი იდეის წინაშე და დამთავრდა. მაგრამ თუ ჩვენ ადამიანები, ძალიან განსხვავებული ადამიანები შევძლებთ ერთობას, აი მე მგონია, რომ მან იქნება ხსნა, იმიტომ რომ იცით როგორი წარმოიდგინეთ როგორი ანუ მაგრა არ მინდა ხა გავიმეორო იაგო რასაც ამბობს ანუ კატასტროფულად არ მინდა ერთადერთ ნაწილში სადაც ვნახე რომ მისი თანამოაზრე ვარ იმიტომ რომ ნენსის ნაწილში ისეთი არასწორი იყო მისი ანუ გამონათქვამი ქალის გოგოს წინაშე რომ ანუ არ მინდა რომ რაღაც პარალელი ვინმე გავლოს თუმცა პროცესი წარმოიდგინე ამდენი პატიმარი ყავს ამდენი რაღაცნაირად ირგვლივ ამდენი სწორი კარგი ადამიანი განათლებულები აი არ ვიცი არაფერი არ აკლია ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს პროტესტში მყოფ ადამიანებს ერთი ლიდერი ორი ანუ ვერ პროცესმა ვერ შექმნა ეს რას ნიშნავს ძალიან არაჯანსაღგარემოა არაჯანსაღგარემო საიდან პოლიტიკური პარტიებიდან მათ შორის ჩვენგან ჟურნალისტებისგან და პირველ რიგში მე ვიქნები ჩვენ თავთან კრიტიკული რომ რომელიმე ტელევიზიას არ ეწყინათ ჩემს მეგობრებს ანუ სატელევიზიო ეთერებშიც ჩანს რაღაცნაირად სულ ერთი და იგივე ხალხი და არ ვაძლევთ საშუალებას რომ პროტესტმა შუას არის იგი გამოსავალი ლიდერის ჩამოყალიბება სჭირდება წლები თუ არა თვეები დიდი ხანი და იმ ადამიანს როგორც კი რაღაცას დაინახავენ იწყება პირველ რიგში გაშავება და მეორე რიგში რამდენიმე თვით მოძრობა ერთი და იგივე სულაპარაკობთ მაგაშავება და ზუსტად მაგას ვამბობ რომ გაშავების პროცესში ჩვენ კი მე ბიჭო მართლა ესეთი ხო არ არის ჩვენ ბაბლმა ესე კი უნდა დავიწყოთ ჩვენ არ ვართ ძლიერები და ფორმაში რომ შევინარჩუნოთ ის ერთი ტიპი და არ წავარდმევინოთ პროპაგანდას სულ კითხვა ისმის ხოლმე რომ ეკითხებიან პოლიტიკოსებს რომ ყავთ ეთერებში რას ფიქრობთ რა უნდა ამით ბიძინა ივანიშვილს და ჭობა მიდის მე რა უნდა ბიძინას და ამაზე რითი გავცეთ პასუხი ან როგორ დავიცვათ თავი ან როგორ შევუტიოთ ან როგორ რაღაცნაირად გავანეიტრავთ და ჩვენ რა გვინდა მაგითი ვიმოძრაოთ და ის რა გაშავება დისკრეტ ერთ ნუ მოკლავს და ნუ დაიჭერს ჩვენთან შეეშალათ მოდი რა ხე აი რაღაც არის რომ აი ამ წერტილს ხა იმას ვქე ტალახით რომ მოდის და სამი გვამით ტიპი ისეც ვერ გაყვები მაგრამ რაღაც მომენტში ეხა რაღაცა რატო გიყვარს რაღაცა დიროლი და არ გიყვარს ორბიტი ან რაღაცა ეგეთი ან კოკაკოლას რატო სვავ რომ დაახლოებით ამ მასშტაბის იმაზე რა ქვია ისრაელი პალესტინაზე ვის ხარის იყო ამაზე დავხოცეთ ერთმანეთს აი მაგრიციას ვუძახი რაღაცა მომენტიდან კონკრეტული ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფი რაღაც მომენტში თუ აიღებს ინიციატივას პასუხისგებლობას და ასე შემდეგ და ისეთი რაღაცის პრეზენტირებას გააკეთებს რომელიც შინაარსიანია და პოტენციურად უყურებდა სიცოცხლისუნარიანი პროექტია და უბრალოდ ჭირდება ხალხის დახმარება და გაძლიერება აი ამის მერე ამის მიღმა რას ლაპარაკობს იმედი და რაღაც ესე პოსტივები და რაღაცები უბრალოდ ჩავთიშოთ უნდა დავბლოკოს ერთ ვერც კი გავიგოთ რას ლაპარაკ ქარდებიც კი აღარ უნდა ვაზიაროთ ჩვენ დღის წესრიგს უნდა გავაკეთოთ სხვანაირად უბრალოდ გამორიცხულია ამ დაძაბულ სიტუაციაში ნებისმიერი შემოგდებული ეს პატარა რაღაცა ხლაპუშკა აკეთებს ცეცხლს ხანძარს და აი ეს ამბავი ყვებით და შევდივართ ამ პოლემიკაში პირველ რიგში მაშინ ეხა მოკეთ რაღაცა რო შევაჯამოთ
რაღაცა ტიპის კოორდინაცია უნდა გაკეთდეს საპროტესტში ჩართულ ადამიანებს, რომლის გავში შეხვედრებიც იყო, მაგრამ ამ შეხვედრებზეც რაღაცნაირად დონის გამოშვებია სისტემა, თავარი კანონი ქვეყნის არის კონსტიტუცია. თუ მოდი ჩვენ ავიღოთ, რომ აი ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, რომლებსაც გვაქვს რაღაც კონკრეტული კონსტიტუცია, რომელსაც წესით ჩვენი ქვეყანა უნდა ცხოვრობდეს. ეხლა იმ კონსტიტუციას ხელს ვერ მოვკიდებდა, იმიტომ რომ კონსტიტუციური ინსტიტუცია, ანუ ის რაღაცები არ ყავს, კონსტიტუციური ორგანოები არ ყავს, მაგრამ ლოგიკურად რომ მიუდგეთ რაღაცას, სახელმწიფო არის მოქმედი და წარმატებული მაშინ, როცა აქვს კარგი კონსტიტუცია და როცა კონსტიტუციას ექვემდებარება ყველა, იცავს მას კანონით, ქმედებით და ყველაფრით, ხო? კონსტიტუციური წესრიგი არის. და აი თუ ჩვენ გვექნება რაღაც სისტემა, რომელიც არის კონსტიტუციური წესრიგის მაგვარი, სიძლიერის და ყველა ამას ეთანხმება და ამის ირგვლივ მოხდება გაერთიანება და არა ის ვაიცია მე ვფიქრობ რომ მოდი ოთხკუთხედი მაგიდები დავდგათ და არა ეს არა ოთხკუთხედი როგორ უნდა მე რომ ჩამოვარტყა წიბოსთავი არა გვალი ჯობია აი ეგეთი სიგიჟეები რომ აღარ მოხდეს დაწერილი კონსტიტუციის მიხედვით აი ვიღაცა რომ მოდის ახალი და რო გეუნება რომ მინდა თქვენთან ერთად აი ამას ეთანხმები და დაიკითხავს ხო ეთანხმები და მათ შორის პირველი ის უნდა იყოს რომ არ საჯაროდ არ ვესხმით ერთმანეთს რაღაცა როგორც მინიმუმ მე ეს მოწოდება მაგრამ ჯერ პირადად უთხრათ ადამიანს ბიჭო აი რაღაცა ჩემთანაც რო ქონიათ ვიღაცებს რა პრეტენზია მე თვითონ მიმიწერია ხოლმე მე აგრესიულად კი არა რომ აი რო იცოდე აი ეს რაღაცა მე იმიტომ გავაკეთე რომ ამას წინ ესა და ეს უძღოდა ხო ადამიანი ყველა ერთმანეთის ცხოვრებით ხო არ გვიცხოვრია ხო ხო მე მინდა გადავიდე ხო ეხლა ისე მძიმე თემაზე უნდა გადავიდე მაგრამ აუცილებლად ეს თემა რაღაცნაირად გამოგრჩა ჩვენ ამ საერთო ურზაურის დროს და შენც ერთი-ორი სიტყვა იტყვი ალბათ ციხის უფროსზე ყოფილ უფროსზე რომელიც დაიღუპა და ნუ არ მოგონი ამ ქვეყანაში არსებობდეს ადამიანი რომელიც გარდაცვლილი იპოვეს ხო გარდაცვლილი იპოვეს და არ მგონია ამ ქვეყანაში არსებობს ადამიანი რომელსაც როგორც მინიმუმ ეჭვი არ ეპარება ეხა ამ გარემოებებში ხო კი ეს ხო და შენ სტატუსიც ჰქონდა ამაზე რომ საკმაოდ პოზიტიური ადამიანი იყო იქიდან გამომდინარე რაც ციხის უფროსი ამ რეალობაში ამდენად შეიძლება იყოს პოზიტიური როგორც უნივერსიტეტის პროფესორზე რა გითხრა მაგრამ როგორც ციხის უფროსზე ხო ანუ გააჩინა ვის ვახასიათებთ ხო ანუ და რა გარემოებაში მუშაობს ხო მაგის მიხედვით თორე ეხა საკე აღებული ეხა ესე მესმის მაგრამ იქ სადაც ვიყავი რა რეჟიმის ხრიდანაც ვიყავი იქ მოთავსებული და რაბრალითაც და რატომაც ცოტა ჩემი სიმართლე დაიჯერა მოდი ამას სულ ცოტა ჩემი სიმართლე დაიჯერა და მაგის მიხედვით იყო ჩემთან ურთიერთობაში და ნუ მე როგორც იყო და რანაირადაც იყო პოსტშიც დავწერე და აქვე დავამატებ რომ მე გვარებს პატიმრებსაც არ ჩამოვთვლი იმიტომ რომ მათგან ნებართვა არ მაქვს აღებული ეს ამბავი მოუყვე თუ არა მაგრამ აი 9 პატიმარი ზუსტად შემიძლია ვგითხრათ რომ მიყვებოდა მის კეთილგანწყობას, ამ კაცის კეთილგანწყობას, რომელიც აი განსაკუთრებით და უფრო მეტიც ორი პატიმარი, იქ ჩვენი სინდისის პატიმარი ისეთი ზის, რომელსაც არ მოუნდა, იქ როგორ არის იცი, რომ პატიმარი ითხოვს უნდა თუ არა შეცვლა გარემოსი რა და არ მოუნდა შეცვლა, იმიტომ რომ ფიქრობდნენ რომ ეს ამაზე უარესი არ დაგხვდეს როგორც ხო, ეს დაგხვდება თუ არა სადღაც სხვაგან იმდენად ითვალისწინებდა ძალიან ბევრ ამას პატიმრებისას და ეს ახლა ოკმელა რასაც ყვება აი მარტივი შესაძლებელია ოკმელა რასაც ყვება და გლდანის ციხის პატიმრები რასაც ყვებიან შევადაროთ ერთმანეთს რა ძალიან მარტივია რა ძალიან უცნაური კითხვა უნდა დავსვა მაგრამ გამოსდა და უნდა დავსვა აი ეს მისიის დამოკიდებულება კვლელობის თეორიას არ შევეხები ხა მაგრამ შეიძლება თუ არა მარტო ეს ყოფილიყო იმის მიზეზი რომ მოეხსნათ არა მივდივართ ბაჩიაშვილზე არა მე გეტყვი ჩემს ვერსიას ჩემი აზრით ეს არ იყო მათიანი ეს იყო სისტემის ნაწილი კაცი, რომელმაც იცოდა ძალიან კარგად პოლიციელი ციხე კარგად იცოდა, იქ ვიღაცას პერსონა ქოცები არა ისეთ რაღაცებზე წამსვლელი არ იყო, რაც ამათ შეიძლება უნდოდათ მათ შორის. ამათ მოკლედ ქოცი არ იყო რა. იყო სისტემაში გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციას მისი ნაწილი ვიღაცა მასე ინდო პერსონალურად. ვის თავის საქმეს აკეთებდა უბრალოდ. იდეაში ეგეთი ხალხი უნდა იყოს ხო სისტემაში. ციხის უფროსად არნიშნავ კაცს, ვისი კადრი იყო, არ ვიცი, ამიტომ მაგრამ ვიღაცა ვიზნამაც ის ვის წარდგენა გააკეთა მისი იმ პოზიციაზე ენდობოდა, იმიტომ რომ ციხეში ბევრი ისეთი რაღაცა ხდება თან დღევანდელ ციხეში, სადაც ქურდი ქურდობს და მაყურებელი მაყურებლობს, ისეთი კაცი გინდა, ვინც ვიზენდობ. შესაბამისად, მოკლედ, მე მგონია, რომ ეს ამ პრინციპით შეერჩიეს, მაგრამ დღეს უკვე, როდესაც პოლიტიკური პატიმრები გაუჩნდა ქართულ ოცნებას ბევრი და განსაკუთრებით ისეთი სიმძიმის, როგორიც არის ბაჩიაშვილი და და არა მხოლოდ ბაჩიაშვილი, იქ სადაც შიგნით გადაყვანები, გადმოყვანები, ანუ უკვე პოლიტიკა, როდესაც შევიდა ციხეში, ჩემი აზრით ეს კაცი მათთვის სანდო აღარ აღმოჩნდა. მე ველაპარაკე ერთ-ერთ ადვოკატს, სახელდაგვარს არ დავასახელებ ამ ქალის, რომელიც შეხვდა ამ კაცს ბაჩიაშვილის ამბის მერე. და ამ კაცმა უთხრა ეგეთი რაღაცა, რომ შენო მეო ხომ იცნობო.
და ხო ზუსტად იციო რომ მეო ამისიო თავი ვერ ვიქნებოდიო რაც მოხდაო და მოყვა ესე რომ მეო რასაც პრინციპში ბაჩიაშვილი წყვება რომ მისი შეხვედრა ბაჩიაშვილთან იყო მეგობრული ტონი და გააფრთხილა შენ ხო იცი აქ მე გითხარი რომ ისინი ეძებენ რაღაც კოდს და შენ ხო იცი რომ მე აქ ბევრი პატიმარია ისეთი ასეთი და არ ვიცი რა მოხდება რაც ნიშნავს იმას რომ მან ზუსტად იცოდა რა მოხდება და ამას გააფრთხილა და უთხრა რომ თუ გიღირს რომ კი თუ არა და ადექი და მიეცი ეს კოდი და უნდა გავთვალისწინოთ ის რომ ეს კაცი რომ მოხსნეს ტიპი შევიდა სინდისის პატიმრებთან და დაემშვიდობა. ანუ თქვენ გინახავთ ხო ციხის უფროსი პატიმრებს ემშვიდობებოდეს, ეგეთი რა ვიცი ხა თუ ვიღაცასთან პერსონალური ბმა არა. კონკრეტულად სინდისის პატიმრებს. სინდისის პატიმრებთან შევიდა დედება ჩვენ ჩატი გვაქვს და რო ყვებოდნენ, გაუგნებულები ყვებოდნენ, რომ ბიჭებო გიტყვეს რომ დაგვემშვიდობავ, ანუ საკანში შეაკითხა პატიმარს და უთხრა რომ იცოდეთო, მოკლედო, გულშემატკივრობთო რა. ანუ რისი თქმა უნდა ამ კაცს ეს კაცი არ იყო მათიანი. მოგეთ ეს კაცი ან მოკლეს ან სიკვდილამდე მიიყვანეს, სიკვდილამდე მიიყვანეს, ხო? და მეორე, თუ შევა თავის მოკლეს არაპირებდა, ანუ რა ტიპაჟიც იყო, თავის მომკველი. ხო, ზუსტად. მეორე ნინო ჯანგირაშვილს ედო დღეს პოსტი, რომ არსებობს ესეთი ვერსიაო, კი თვითონაც ყვება ნინო რომ სიგიჟეს წერო ხალხნო, ანუ არ გავგიჟებო, მაგრამ არსებობს ესეთი ვერსიაო, რომ გაჩნდა ეჭვი. რომ კოდი ხო არა აქ და ბაჩიაშვილის კოდი გაიგო. აი, მაგაზე მე ვფიქრობ, უბრალოდ ცოტა ძალიან სიგიჟე იქნება, რომ ვერ წარმოგიდგენია ბაჩიაშვილი ნატო გოგუბერიშვილს უყვება თავის ბიტკოინის კოდს. მეც ცოტა წარმოუდგენელია. რავი, რატო ბიტკოინის ბიზნეს ეთყოდა ბარემ, რა ვიცი და იქნებოდა საფრთხე. ასე ვთქვათ, რომ ბიტკოინის კოდის თქმა ვინც თუ არის ის ნიშნავს რამდენი მილიარდის მიცემას. ანუ კოდი საფულის კოდი, საფულის კოდი, რომელშიც შევა და რამდენი მილიარდი კოდაც, მაგრამ ნახე, ბიტკოინი მე რომ მქონდეს ლაპარაკს რო იწყებენ, მე მეწყება მილიარდი დოლარის პაროლი რა. არა, მილიარდი დოლარი შერო გედოს ეგეთი ბიტკოინი. დოლარი კი არა, დოლარი. ბიტკოინი, რომელიც ვიღაცამ შეიძლება დაგიხაკოს. არ ვიცი ხა მე. ანუ ბიტკოინი ხო ფულია? არსე კი ფულია. ეს ფული შეგიძლია, მაგრამ დოლარი ხო შეგიძლია გამოიტანო და სეიფში გედოს ქეშად. ბიტკოინი შეგიძლია ადგეს, ფლეშკები არსებობს, შეარჭოფ ამ ბიტკოინის კოდს, ჩაწერან ფლეშკაზე და სადარჭოფ უკაცრავად სად ბანკში. არა, კომპიუტერში აერთებ ის რაღაცა ინტერნეტ პლატფორმა, სადაც შენი ბიტკოინები ასხოლი ჩაწერა. ოკეი. ანუ მყარი საფული არსებობს ელექტრონული საფულები და არსებობს მყარი საფული. ამოაჭრობ ამ შენს ფლეშკას და სადე რავი ბიბლიოთეკაში რომელიც წიგში კუთხეში სადღაც გიგდია ზედავს მილიარდი დოლარი თქო პატარა ფლეშკას. ხო, ასე. უფალო. არანაირი კოდი მან არ არის. მე არ ვიცი მე იმედი მაქვს რომ გიორგი ბაჩიაშვილი იმდენად ჭკვიანია რომ სადღაც ფლეშკაზე არ ვიცი სადღაც რომელიღაც ბანკის, რომელიღაც საცავის უჯრაში დევს ლამაზი ფლეშკა, რომელზეც წერია ბევრი. არა, ეს ანუ ონლაინ ვერ მიწვდება. ფიზიკურად უნდა აიღოს. ანუ ფიზიკურად უნდა აიღოს. ეხო შეუძლია დათქმევინო რომ სად გიდევს ის ფლეშკა. არ ვიცი ზებაო რა ვიცი აგერ იყო და აღარ არის ეს შემფულები. ანუ ეს შეიჩ უნდა გავაღო ჩემი წერა თითით. ხო. შეიფი რომელიც არის ბრიტანეთში. ხო, გიორგი ვიყო ეგ. კაი, მოკლედ ხო, ნუ ფაქტია რომ ეს ადამიანი ანუ მოკლედ საქართველოს გიორგი ბაჩიაშვილს თქვა პროკურატურაში დაკითხვაზე რომ ვიყავი. ყველაზე მეტია და ანუ ესე არ მკითხეს არც ეს ჩამრიცხველზე, ხო, რამდენი ჩამრიცხველი ყავდა ჩვენ, ხო? ყველაზე მეტი აქცენტი იყო გაკეთებული ბაჩიაშვილზე და ნიკა გილაურზე. ანუ ფული საიდანაც მოდის, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ აქტივობად გადაითარგმნოს. ხო, ბევრად მეტი ჩაურიცხავთ სხვებს, მათზე მეტი 10000 ლარი ჩამრიცხა, 10000 ლარი იმდე ჩაურიცხავს ჩვენთან ფონდში, გილაურმა 10000 ჩარიცხა. ანუ 10000 ლარი არ იყო იქ თემასად ვერ მივხვდი რატო. გილაურის და ბაჩიაშვილის ნაწილზე და ეს არა ქვია. ცნობადობა პლუს ფული პლუს ბევრი ცნობადი იყო, გამოვრიცხე ყველა. პოლიტიკური ინტერესი. პოლიტიკური ინტერესი არა. ხო, აი ეგა, ნახე, პოლიტიკური ინტერესი, ფული და ცნობადობა უკვე ნუ ისეთი ტრიადაა, რომ ეს არის ბირთვული ტრიადაა ბიზნესთვის და ეგრევე. ისე ამ ხსენებაზე გილაური სად არის ნეტა? საინტერესოა. არ ვიცი, არ ცდილობენ ნეტა ჟურნალისტები დაკავშირებას. მე სულ კითხულობ ხომ სად არის სად. გასაგებია. კაი, მოდი მაყურებლის კითხვებზე გადავალ, რამდენიმეზე ნაწილობრივ ბევრ თემაზე ისედაც ვისაუბრეთ და გავეცით პასუხი, მაგრამ რაღაც მაყურებლის კითხვას უფრო ბლიც რეჟიმში პასუხობ ხოლმე, თუ შეძლებთ სწრაფად რო პასუხო. ერთ-ერთი კითხვა ასეთია, რო რამე შეძლებენ თუ არა მის დაშინებასაცო. ხო, ხოთი შეგიტყვა. მე ჩემს გვერდზე წავიღე თქვენი ეს კარდი და შეკითხები რომ მოვიდა, ძირითადი იყო შენს დაშინებას შეძლებენ თუ არა, შენს დაშინებას შეძლებენ თუ არა. ანუ იცით რა არის ხა წინასწარი ხა რაღაცა გულზე მჯიღისცემა, არ ვიცი, მაგრამ გამოვრიცხავ რა. ანუ არ ვიცი. ხო, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც გამოვალ და მოვყვები რა. ხა არ ვიცი, შემეშინდება თუ არა, შემეშინდეს, მაგრამ შეშინებული გამოვალ და ვიტყვი რომ ხალხთან შემაშინეს. რომ იცით, ანუ მოვყვები რა. აქ აი პირდაპირ ვიტყვი რა რაღაცას ხა
თუ ჯობი არ თქვა, მაგრამ არ ვიცი, რუსები რასაც აკეთებენ, ხო, რეალურად ხა არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაც ეტაპზე არ გაჩერდება, თუ მართლა შეშლილი არ არის. ხა ბოდიში, მაგრამ ოჯახის წევრებს რო აპატიმრებენ, რო უქრობენ რუსეთში და ერთადერთი მინდა რომ საბას კონტექსტ შევეხო მაგ შეშინების ნაწილს. ხო, აი, შენ ზუსტად შვილზეც უკვე ის გაგიკეთეს, ხო? აი, ნახეთ, ორი მარიამიც ხო წინა ხაზე იბრძოდა და ამ სირცხვილეს ამბებდა და დაჭერილი, დაჯარიმებული ყველაფერი. მარიამზე არ მქონია არასოდეს, იმიტომ რომ მაგის განცდა რომ მარო თავის თავს მიხედავს, დაიცავს და საქართველოში არ ვიყავი საბას ამბავზე და აი ეს რუსთავი 2-ის აწეული კამპანია რომ მივხვდი ჩავთვალე პროპაგანდის ნაწილად, რომ მეთქი პროპაგანდას იმიტომ იწევენ, რომ საბაზე პრობლემა შენდება. ვინც არიცით მეგობრებო, აბსოლუტურად არაფრისგან მოიგონეს, რომ ნანუკას ვაჟი გადაადგილდებოდა იარაღით. და დაიჭირეს. და მე რა თქმა უნდა გამოშტა რომ ესე არ იყო, მაგრამ ვინც ახლა ამ ეთერსაც ვინც უყურეთ, ეგ ამბავი აღარ გაგიგიათ რომ მე ეგრე არ მოხდა. ხა დაჭერე. ერთადერთი აი მანდ მაგრამ პირველი რეფლექსი რაც მქონდა უფრო გაუმწარდი. ანუ მან მახსოვს რომ ავნერვიულდი ძალიან, სანამ მისი ხმა გავიგე სანამ მას, მაგრამ რეაქცია ჩემი იყო რომ ისე გაუმწარდი რომ ბაკურაძე სადმე რომ შეყვედრა და აუცილებლად დამიჭერდნენ ისეთ რამეს ვიზამდი, იმიტომ რომ აი მე ვფიქრე ხამას გავგლიჯავ, აი ხო არის რომ ისე შეიძლება ერთ ბაკურაძე გაწირონ ნანუკა ჟოჟონის ციხის გასაშვებად. არა და ბაკურაძე გამოდის ბიჭო და იძახის რომ თქვენო ნაცებიო ხო პროპაგანდას აწყობდითო და ნაცების დროს ორი პროპაგანდა არსებობდა. პირველი არხი და მისი საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი, რომელიც დღეს მის მარჯვენა ხელია და მეორე რუსთავი 2 და მისი საინფორმაციო უფროსი ნინო შუბაძე, რომელიც მისი მარჯვენა ხელია. ანუ ორივე მარჯვენაა. საბაკო დუოს თხოს პასუხს 16 წლის საბას. ნაცებს ვინც ვებრძოდით აქციაზე. მე ვიყავი ერთ-ერთი ფოტოების, ვერავინ ვერ მეუბნება რომ შენ ნაცების დროს ხუთში არ იდექიო. ნაცებს რო ვებრძოდით, წითელ 5 ნომერს კი არ ვებრძოდით. ნაცების დროს ვიბრძოდით იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ვთვლიდით რომ ხდებოდა. პირველ რიგში ესახებოდა სასამართლო სისტემას, მეორეში ესახებოდა ძალოვნებს და მესამეში ეხებოდა ზუსტად პროპაგანდას და ყველაფერი გადმოიბარეს ამათ და რაც ნორმალური ქონდა ნაციონალების ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვითარდებოდა და დასავლეთისკენ მივდიოდით, ეგ გააჩერეს. ხო და რა ვიცი, კაი, ამაზე რა დრეიდენაცი ხარ. ხო, აქამდეც ხო, კაი. ესეც შეგო, მშვიდობიანი პროტესტი მუშაობს, 300 დღე აქციები იმართება, ხალხი დაიღალა, მაგრამ კოცები უკან არიხევენ და ეს 300+ დღის უწყვეტი პროტესტი და პოლიტპატიმრები საკმარისად თუ არა მასშტაბიანი სანქციებისთვისაც. მათ შორის ხო, აი სანქციების კუთხით უპასუხოთ ალბათ ამ კითხვას. ანუ წეღა რადიკალი რო ვთქვი რა ახსენე, ანუ რადიკალი მე ქუჩის პროცესების მომხრე ვარ. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, რომ ქუჩა რო არ იყოს, ყველაფერი დამთავრდება. პირობითად თუ სანქცია არ იქნება და ქუჩა იქნება, უფრო მეტი შანსი გვაქვს ვიდრე პირიქით. ანუ მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი რაც არ უნდა შეწყდეს, ეს არის ქუჩა. ქუჩის პროცესები აქ ვხედავ ჩემს რადიკალიზმს. ანუ მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც ფიქრობს, რომ პარლამენტში შევიდეთ ახლა ჩვენ და დეპუტატები მოგვიგვარებენ და ბიზნეს გამოგლიჯავენ. არ მჯერა მსგავსი არაფრის და შესაბამისად აქ ვხედავ ჩემს რადიკალიზმს და მეორე სანქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ განსაკუთრებით ბიზნეს ნაწილში ამერიკა, ბრიტანეთი, მეგობარი აქტი არის, რასაც ისე ველოდები, როგორც აი არ ვიცი. ყველაზე მეტად და შესაბამისად ამასაც უყურებ როგორც ძალიან სერიოზულ ხელსაწყოს ჩვენსაც, რომ ბიზნეს მოვუგოთ რა ამითი რა. ბიზნეს ეგაშინებს რა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და რაღაცნაირად გული მწყდება ეს კითხვა ეხება ჟურნალისტიკას და მოგეთ დღევანდელ სიტუაციაში როგორია ჟურნალისტიკის როლი და მედიამ როგორ უნდა მოახერხოს ობიექტურობის შენარჩუნება. მე ესეთ რამეს ობიექტურობა რას ნიშნავს? აი ხო ეგ არის. ეგ მად მივდივართ. აი მათ შორის საბაზისო პრინციპი რაც არის ერთ-ერთი ჟურნალისტიკის, როცა ამბავს ყვები, რომ უნდა დაიცვა ინფორმაციის პროპორციულობა და სამაუწყებლო ჟურნალისტიკას გულისხმობ არის საავტორო ეთერებს და უნდა ეცადო რომ ფაქტი გამიჯნოს შეხედულებისგან. აი ეს ჯერ კიდევ ქოცების ხელისუფლების პირველ წლებში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო და ბოლო წლებში საერთოდ კატასტროფა ხდება. აქეთ ამ ხარესაც კატასტროფა შეუდარებლად ნაკლები ვიდრე იქით. ხო, მაგრამ აქეთ მხარეს რატო ხდება კატასტროფა? იმიტომ რომ არის თავდაცვის რეჟიმშია, მათ შორის ყველა მედია მენეჯერზე არის საქმე აღძრული, ხო? არა, მაგასაც თავიდანვე ბიზნეს ორი იარაღი არის, ფული და პროპაგანდა. ბიზნეს მაგაზე დგას და შენ აქედან რომ დაუპირისპირდე მედიის დისკრედიტება მოხდა ზოგადად, ხო? ჯერჯი მე სტრატეგიად გახდა პროპაგანდის ნაწილი რა. სტანდარტის რომ დაუპირისპირდე რაღაც სტანდარტს. დღეს ომში ვარ რა და ჯარისკაცია. უბრალოდ უნდა მოდიოდნენ ვიღაცები, ვისაც შეიძლება რაღაცა პლუს დაიცვა, ხო? აქეთა ორი მხარე ყავდეს და მეორე მხარე არ დადის, არც დადის და არც იქითა ტელევიზიაში არც გელაპარაკება. საერთოდ ანუ არ არის მაგის სივრცე და ხო არ ვიცი ხა ჟურნალისტიკასაც შეხება, ხო მე ერთადერთი ანუ ჩემი აზრით დღეს ჟურნალისტიკის სტანდარტებზე ლაპარაკი არის გაუგებარი.
იმიტომ რომ ჟურნალისტი დღეს უნდა იყოს მხარე, იმიტომ რომ ეგრე ვართ რა გაკრეფილია რა, რომ ან უნდა იყო იქით, ან უნდა იყო აქეთ, ანუ შუაში მე სტანდარტი სინქრონი 2-30 წამი არის, აი ბოდოა, ეხა ამ რეალობაში, იმიტომ რომ ომში ვართ რა. მე მომიწრება რომ ხო ეგეთი მოდიეს რა მედია თავის კლასიკური გაგებ ჟურნალისტიკა აღარ არსებობს, ეხლა არის პროპაგანდისტული ხო, იქიდან ანუ როგორც მინიმუმ დარტყმის ობიექტი რო არ იყოს ეს მედია საშუალებები, კიდე შეიძლებოდა რაღაცა იდეალიზმისკენ მიმავალი სტანდარტის დაჭერა, მაგრამ შენ რო ხარ ქუჩაში რო გცემენ ჟურნალისტებს რო გიცემენ, ანუ ეხლა ადამიანს რო ცემენ, რაც უნდა მაღალი პროფესიონალი იყო, ბიჭო, ქრისტე კი არ არის ადამიანი. ერთი ჟურნალისტები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, ახლა ჟურნალისტები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, ფიქრობენ, უყურებენ პროცესებს და აიდენტიფიცირებენ, რომ რუსული ოკუპაციის ქვეშ არის ქართველების ხელით ეს ქვეყანა. და აიდენტიფიცირებენ იმასაც, რომ ანუ სამთავრობო ტელევიზიები გადაქცეული არის რაღაცა ომის ინსტრუმენტად, ანუ საინფორმაციო ომის ინსტრუმენტად და აი ეგ მეორე მხარე შენ ზიხარ მათ ტანკში და ან თუ აცნობიერებ რომ იქით მხარეს რუსია აკონტროლებს იმ ტანკს, აქეთ შენ უნდა ჩაჟდე ამ ტანკში და იმას უნდა ესროლო რა. ხო, მოდი ეხლა რო გესვრის, მოდი დავიჭიროთ და ცოტა გავაგრილოთ ეს ბომბა და ერთად ავხდეთ. თუ როგორ არის. და შემდეგ უკვე ვფიქრობ რა, შემდეგ როდესაც დავლაგდებით, ქვეყანა რო დავლაგდება, მგონია რომ ყველაზე საუკეთესო მოდელი და დაცვა ჟურნალისტს არის რომ არ უნდა ყავდეს ერთი დამფინანსებელი. უნდა ყავდეს სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც არ არის ერთი ტიპი, აი რუსთავიორის მოდელი რაც იყო თავის დროზე რა, რომ უნდა ყავდეს რამდენიმე დამფინანსებელი ტიპი და გაცილებით უფრო მეტად დაცული ხარ კონკრეტული ინტერესისგან. ჩაუდგება თუ არა ეროვნულ მოძრაობას სათავეში. აი, შეკითხვა გადადის. არა, არ უნდა რომ ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგეს სათავეში საუბრობთ ექსპერტს რაღაცა არ მოსწოს. არა, ეროვნულ მოძრაობას როგორ არ მოსწოს, არ გამიბრაზდეთ ახლა. ამ კონტექსტში კაცო. ხო, მაგრამ მოძრაობას მე სათავეში ეროვნულ მოძრაობას. ეს ხო სტუდენტურ მოძრაობას ჩაუდგები სათავეში დიდი სიამოვნებით. მინდა რომ პარლამენტში იჯდესო სურვილს გამოთქვას ვიღაცა, ესეც შეუპარავი და დაუღალავი. მე მეგონი ლელოს შემოგზავნილი თუ გახარია შემოგზავნილი კი. უნდა რომ არჩევნებზე დამითანხმონ. აი, ამასაც გადავახტეთ, იმიტომ რომ მგონი აზრი არ აქვს. ხო, ეს შენი ალბათ მხარდამჭერის კითხვაა და მაგრამ პატას კონტექსტში რო ვახსენეთ ბურჭულაძის ვიღაცას ეთქვა გაუშვია კითხვას, როგორ იცხოვრებდაო, როგორ შეეძლო იცხოვრაო კონფორმიზმი რო ყოფილიყო და ეხა როგორ ცხოვრობსო. მესმის ახლა შენ ისეთ რაღაცების თქმა მოგიწევ ხო? ხო, მაგრამ უკვე თქვით რომ შეეძლო ნებისმიერ ადგილას ეცხოვრა. შენზეც იყო ეს კითხვა, შენზეც. შენზე? ხო, ეხლა მე კი, მე შემეძლო ჩემს საოცრებო სახში ყოფილიყავი ხო? რომელიც აი ჩემი ოცნების სახე, მაგრამ ეხლა მაგაზე ხარ ვლაპარაკობ ისე შეგვეძლო. ძალიან. ერთი-ორ პორშის გიუმი და შეცხო გვაჩუქებდა რომ გლუკადაძაბები რო განხდარიყავ. რაღაცას ჩვენი დრო არ მოვიდა, როგორ არის ეგა? ჩვენი ეციკაზოს პატარა ვიყავი და ეხლა დიდი ვარ, ჩემი დრო. რატომ ხო, რატომ წამოვიდა? ეს არ ვიცი, ეს პირველად მესმის. იცი ის იმღამი, მაგ აი რაღაც მომენტში მაგ შემოთავაზებაზე ვინმე ხოცი რომ მოვიდეს და რო ჩავიწერო. ბიჭო, ეგრე პირდაპირ კი არ მოდიან. ეგრე არ ისე ნელ-ნელა ირიბათაც ჩავიწე და მე პატარა დამიოკი და რაგისტრის ცალკე ტელეფონი ისეთ ახლობელს გამოგიგზავნიარ მე მოგიყვებեք როგორ ხდება გინდა მოდი მოვაყოლოთ როგორ ხდება დავერბოვკება მე ამოჭრიან ხო მე ამოჭრის პოსტები და ესე შვებოდე ნაცებიო იტყვის არა დავერბოვკება არა ნაცებზე არ ვამბობ ზუსტად დავერბოვკება არა მაგრამ განწყობის შექმნა ისეთ მეგობარს და ისეთ ახლობელს გამოგიგზავნე რომ ეს ფიზიკურად ვერ ჩაწერ ბერიზა მაგას ვერ იკადრებ ვერასდროს რა და განწყობების მოსინჯვა შეძნა მე იწყლა რომ აუ ამ არის გიჟი ამისგან არაფერი არ გამოვა ხო შეიძლება ჩავთვალო რომ პორშე გამაზული აქვს უკვე საიდან წამოვედი მე მოდი არაფერს არ ვიტყვი საიდან წამოვედი ხო ეს ვინ აბობს ეს უღაც გიჟები მე არ გამიგია მართლა ეს და რა წამოვიდა მის სუსის აგენტობას საუბრობ სანამ წაიკითხე ეგეთი რამე მე და სუსის აგენტი ვინმე დაგაბრალა სუსის აგენტი არასდროს არ არის ადამიანი რომელიც ლაპარაკობს ბევრს და ყველაფერს ანუ მე ეს ბრალდებას არ შემხვდა შენ უფრო რაღაცებს სხვა რაღაცებს განძღავენ რაღაცა როგორ უძლებს ამდენ დაცინვას ამდენ უსამართლო კრიტიკას და მიუხედავად ყველაფრისა როგორ შეება ეს მნიშვნელოვანი კითხვა იმიტომ კი შენ კი არა პირადად რამე ისეთი რეცეპტი თუ გაქვს რომ ძალიან ძნელია ხოლმე აი ჩემთვის ყველაზე რთული ყოფილა ხოცების გინებით და მუქარებით ტელეფონი მაქვს სავსე მაგრამ
ერთი საყვედურიც კი ჩვენი მხრიდან ისეთი ის არის ხოლმე ისევ ნერვიულობ ხოლმე ამაზე. რაღაცას თავს არასწორად. ხო, აი ამაზე უფრო ნერვიულობ ხოლმე და ამ შენ უფრო ხშირად გახვევ ხარ ამ ქარცეთში და ანუ მე ზოგადად 10 რა გამიკეთდა, ეგაც რა გამიკეთდა არტილერიის ამბებზე რა. ანუ ისეთი დოზით ავიცერი ჩემი თავი რა, არტილერიამ ისეთი დოზით ამძრა, რომ ანუ მას მე ვირუსი არ შემხვედრია რა. ანუ რა უნდა დამიძახო, რა უნდა მითხრა. ერთადერთი რამაც ისე ამომაგდო რომ აი მივხვდი რომ ზღვარი არ მქონდა ანუ ყველა სიტყვას ვამბობდი ეს იყო საბას ფაქტი რომ ამოვარდი იმიტომ რუსთავი 2 მივხვდი რომ ანუ მოკლედ მანდ აღარ არსებობდა რაღაცა ეს გეჯერა რომ რაღაცა ვიღაცებს რაღაც სტანდარტი ქონდათ ხო და ანუ მანდ აღარ არსებობდა არაფერი აი მივხვდი რომ გამორიცხულიყო ყველაფრის მკადრებელი ვიყავი ყველაფერს შევეხებოდი ანუ მის პირად ველში შევიჭრებოდი რაც ახლა ხო გაქვს რომ ვიღაცა კი გაკრიტიკებს მაგრამ შენ იცავ რა რომ არ შეეხო ისეთ თემას რასაც არ უნდა შეეხო აი მანდ მოვარდია და ისიც არ უქნიათ ხო მე რომ იგივე ფორმით უარყოფა გამოვიდა და ის ისელ ხოცებისგან მაგას ელოდები არა და მეორე სხვათა შორის აი ახლა დამანგრია აი ვერ წარმოგიდგენთ კუჭის სპაზმებით და შფოთვებით მქონდა ეს ნანასანდერი რომ დააკავეს ანუ ვერ შოქში ჩავარდი რა აი ეს რომ მოყვა ჩემ წინა დღეს მე გაკეთებული და უცებ ეს რომ ამას მოყვა ადამიანურად ანუ ეხლა ჩემ თავარი საფიქრალი არის ნანასანდერი ანუ აღარც პატიმრებს ხო არის რომ ჩემთვის ძალიან დაძაბული დღეა როცა ფულს ვაგროვებ პატიმრებისთვის რაღაცა აღარა მაქვს ვერზე დაძაბულობები რა ერთი მაქვს ეხლა რომ ნანასანდერი ციხიდან უნდა გამოვიყვანო და აი მეტი არაფერი არ მაინტერესებს ეხლა ამ ამბავმა ძალიან ამომაგდო რა იმიტომ რომ მე თვითონ ვფიქრობ რა არასწორია ანუ რა კონტექსტიც მე მიება იმიტომ რომ ვიღაც ეხლა მე თუ არ გეთანხმები შეაცა უნდა მითხრა მე არ მაინტერესებს მაგრამ მე მგონია რომ ძალიან არასწორად მიება რა ნიხთე და ამიტომ ძალიან და ძალიან მე სულ პირველ რიგში რაღაცნაირად ადამიანური მომჭრიდან უყურებ ხოლმე და ეხლა წარმოვიდგენია რა ემოციებში ადამიანთან ვიღაცა რომ აი რაღაცას გაბრალებს ხო ჩვენი ფლანგიდან დაბრალება ვახსენე რომ ვიღაცა რომ ეჭვიში აქ რომ შენ რაღაცა ხო არ მოიპარე და რო ხო არ ჩაიჯიბე ანუ ამან შეიძლება ჭკვიდან ერთი წამით ნახე ხაზგასმით უნდა ვთქვა რომ ეს ეჭვი არ ყოფილა ნახე როგორი ეჭვი იყო და ეს უნდა აუხსნა რა როდესაც მე პატიმარ ანრი კვარაცხელის დედა დამიკავშირდა იყო იქ საუბარი არანაირი მახჭურვილობაზე რაზეც ხოცები საუბრობენ აირწინაღზე და ხელთათმანებზე და უბრალოდ იქ რომ რაღაცა ჯგუფი ამის garaშე დარჩა კონკრეტული ადამიანებით კონკრეტული მესმის გარშტა ლეგიტიმური კითხვები კი ეს კითხვა რომ ეს ადამიანები არა მე მაგ კითხვებზე არ ვსაუბრობ მე ამ კითხვებს ხომ მოყვარ ვიღაცაება უიხალხო პოსტებით ნანასანდერს ფული ჩაუდებს ჯიბეში გაიგეთ აი მინდა რომ ვთქვათ რა რომ აქ არის ყოჭვი იმაზე რომ ნანასანდერმა ფული ჯიბეში ჩაიდო აქ იყო საუბარი რომ ამ ჯგუფთან ეს ხელთათმანი დაირწინაღი რატო არ მივიდა იქნება კაც რომ ის ხელთათმანი დაირწინაღი სხვას უფრო მეტი დასჭირდა და ხო ხვდები რა მივიდა თუ არა ვინმესთან საერთოდ და საერთო უკაცრავად ქართული ოცნების პოლიცია ნუ გაარკვევს ჩვენს აირწინაღების აწავი და ჩვენ თვითონ გავარკვევთ არ გვჭირდება მათ დახმარება რა ბევრი არა მაგრამ ცალკეული ადამიანები არიან ამ პროცესში ვინც ფინანსებისაც წაიღეს კითხვები არსებობს და ხოცები რო წავლენ მაგ კითხვებს მე დავსვამ მე კიდე სხვა ფინანსიან ადამიანებს ვეთყვი რომ ცოტა მოგხვედონ რაღაცა რა რუსთაველისკენ კი მართა ღიას არა აქ არა რუსთაველისკენ აქაც ხო აქაც რუსთაველზეც ვინმეს თუ შეუძლია ფინანსური დახმარების გაწევა რუსთაველის პროტესტისთვის პირველ რიგში და მათ შორის ჩვენი პოდკასტისთვისაც რეკლამის მოტანის კუთხით იქნება ასე შემდეგ ეს არ გითხოვს ხო აქამდე ღია ვართ მე და გიორგი ბუშაუთ და თელი ცხოვრება ვართ რა ქვია მაგ საწყისებს რო ძახიან ხოლმე საზოგადოებრივ საწყისებზე მაგრამ ყარი ენთუზიაზმი რეკლამაზე ნამდვილად არ ვიტყვით უარს მაგაზეც ღია ვართ და არ იქნება მაინც გავაგრძელებთ ეგრე არ ჩვენ ურეკლამობ არ გაგვაჩერებს ფაქტია მაგრამ ამერჩამისთი და მალაპარაკი რა გამოჩერებს ხო აგერ TikTok-ის ზე ლაპარაკის გამო დაიჭირეს ადამიანები კარგი დიდი მადლობა ნანუკა ჩვენი დღევანდელი გადაცემა არ იყო თლათ რაღაცა პრეტენზიების ფორმატში იმიტომ რომ ხო ისეთი გარემოა რომ ცოტა სხვა სიტუაციაში ვართ ახლა და ვცდილობთ რომ შერიგებას შევუწყოთ ხელი დისკუსია უფრო იყო ვიდრე ნანუკასგან მივიღე პირობა რომ იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც შეუწყობს წაკიდებული ადამიანების შერიგებას ხელს. ვაი მე ძალიან შევეცდები თუ გამომივარ ძალიან დიდი მისიაა მაგრამ მოდი თან მე ვცდილობ არც ძნელი არ არის. მაგას მანდილები უნდა შევკეროთ რა რომ ჩავყარო. აი დღეს მაგალითად ერთ-ერთ პოსტზე ორივე ჩატში ვიყავი ხო იცი რაღაცა პოსტზე არ შენ მოდი რა გეხვეწები ხა ეს მოდი შენ ეს დაუთმე არ გამომივიდა. დიდი მადლობა ნანუკას, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. შევხვდებით რუსთაველს.